თქვა ესეთი რაღაც ფორმა მიყვება ფუნქციას და მან დაიწყო ესეთი დიზაინში მოდერნიზმის ეს ეპოქა 14-13 წლებში ილიანოვი აკეთებდა ხოლმე რობოტების ბრძოლას და მეთქი რა მაგარია ჩემი და მეც რაღაც ეგეთი ბავშვობაში ალბათ ის ერო არის მსგავს რაღაცებს რო პოულობდით ესეთი ინსპირაცია იყო ხო რაღაც იყო ინდუსტრიული რევოლუცია დიდ ბრიტანეთში პორტკლის ძრავის შექმნით შემდეგ უკვე ელექტროენერგიის და კონვეიერის ანუ მოძრავი მაგიტის შექმნით თუმცა რა ხა დადისტილოსნია კიდე იზარდოს რომ ყველაფერი შემოგონილი იყო და მიქელანჯელოს ჰქონდა ეს time management-ი მაღალი ოღონდ ემპათია და ეს ადამიანებთან ურთიერთობა დაბალი თვითონ ლეონარდო ვერ აღნიშნა მაგარი მასწავლებელია შეიძლება სკამი სულ იარსებებს რაღაცები რო გაქრეს ადამიანი საერთოდ აპოკალიფსი რო მოხდეს სკამამდე მაინც მივა სწრაფად მოგესალმებით ეს TikTok-ია მე კი ავთოვარ და გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით მანამდე კი მინდა გთხოვოთ რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი და დალაიქოთ იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელის 90%-ს არ აქვს ჩვენი არხი გამოწერილი და როგორც მოგეხსენებათ ტექნოლოგიების მიმართულებით საკმაოდ მცირე კონტენტი არის YouTube სივრცეში და ეს ჩვენ დაგვეხმარება რომ უფრო მეტი საინტერესო რაღაცები შემოგთავაზოთ. ძალიან მაგარი პროექტი დავიწყეთ, რობოტების ბრძოლა 2025 წელი, ჩაუყარეთ ამას საფუძველი და ყოველწლიურად გვინდა რომ ძალიან მაგარი საინტერესო პროექტები შემოგთავაზოთ ხოლმე. და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის თაზო ვარუნაშვილი, ინდუსტრიული დიზაინერი. თაზო, პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო მოსვლისათვის. შენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას აზიარებ ხოლმე, შენ ტრენინგებზეც ხშირად ვარ ნამყოფი და ბევრი თანამშრომლობა გქონია სხვა პროექტებში ერთ-ერთობლივად. და შენი მიმართულება ჩემს ძალიან საინტერესო ხომ ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც შეფხებლობა მეტნაკლებად გქონია. ეს იქნებოდა პრაქტიკული ცოდნა თუ თეორიული თუ ორივე ერთად. მაგრამ შენ ხარ ამის შემოსევ ყველაზე კარგი ნაწილი, იმიტომ რომ საქართველოში ინდუსტრიული დიზაინერი, როგორც ინდუსტრიული დიზაინერი და ეს მიმართულება არის ნაკლებად პოპულარული. სწავლების ხრივაც ვიცი რომ მე მგონი ყველგან არის სწავლება, ხო? ყველგან არა. ხო და ზოგადად მოყვეთ, მგონია რომ მაყურებლისთვისაც, მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება ზოგადად რა არის ინდუსტრიული დიზაინერი და სანამ უშუალო დიზაინის როლზე გადავიდოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ ინდუსტრიული რევოლუციებიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი წინაპირობა და მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო რომ ინდუსტრიული დიზაინერი ჩამოყალიბების და როგორც პროფესიის გაჩენეს, ხო ესეა? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. როგორც წეგან თქვი, ბევრგან მქონია ჩვენ გადაკვეთა, იმიტომ რომ ხან სად შევხვდებოდით ტრენინგზე, მე რო გაგიცანე მე 3D მოდელირების, სადღაც ანტერპრენერობის კუთხით, საერთოდ სხვა თემაში, მე სადღაც განათლების კუთხით, მე ტრენინგი და ასე შემდეგ. და მადლობა მოწვევისთვის. ხო, რას ნიშნავს ინდუსტრიული დიზაინი, ხო? ეს არის ფიზიკური პროდუქტების დიზაინი. ხო, ყველაზე ადვილი განმარტება, ყველაზე ადვილი კი არა ერთ-ერთი ყველაზე მისაღები განმარტება, რომელიც მე შემხედრია, არის დიზაინერი არის ესთეტიური გზნობის მქონე დამგეგმავი. ნუ ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ ეს მგონი ფულერის განმარტებაა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად დააჭდა. ზოგი ამბობს, რომ მხატვარ კონსტრუქტორი, ზოგი ფიზიკური პროდუქტების დიზაინერი და ასე შემდეგ. თავიდან მე რო განმარტოთ, მე შემხედრია ვაკანსიებზეც ასევე ესეთი დავაც მქონია UI UX დიზაინერებთან, რომ პროდუქტის დიზაინი რა არის და ინდუსტრიული იგივე სამრეწველო დიზაინი რა არის. პროდუქტის დიზაინი არის უფრო ფართო ცნება და მაგაში შედის სამრეწველო დიზაინიც. ხო? ციფრული პროდუქტის დიზაინერი არის UI UX დიზაინერი, ხო? და ფიზიკური პროდუქტის დიზაინერი არის სამრეწველო დიზაინერი. ხო? და როგორ დაიწყო ეს ინდუსტრიული რევოლუციებიდან დაიწყო და ხო, ეს იყო ეპოქა 18-19 საუკუნეში, სადაც მანქანები ანაცვლებდნენ უკვე ადამიანებს, ან ხელიჩრომას ანაცვლებდნენ. პუნქტის ძალა ჩაანაცვლა ორთქლის ძრავმა. ხო, ეს იყო 1760-1840 წლებში იყო ეს პირველი ეტაპი, სადაც ორთქლის ძრავებმა ჩაანაცვლა ძალიან ბევრი საქმე, მოკლედ ადამიანების შრომა და მე რაღაცნაირად გახდა მექანიზაცია და მანქანური პროდუქტების წარმოებაც უფრო განვითარდა და მან გაჩნდა უკვე საჭიროება, რომ ეს ინდუსტრიული დიზაინერის როლი გაჩენილიყო, იმიტომ რომ ბევრი განსხვავებული პროდუქტი იქნებოდა და საჭირო იყო ამის დიზაინური კუთხით გათვალისწინება. ერთი ისე თავიდან ეს რომ დავიწყოთ, ზუსტი წელი არაფერში არ არსებობს ხოლმე, არც ავტომობილის შექმნაში, არც კომპიუტერის შექმნაში, არც ინტერნეტის შექმნაში, არც თვითმფრინავის ესეთი ზუსტი წელი რომ ამ წლიდან ესე შეიქმნა და არის რაღაცებზე ზუსტი წელი, მაგრამ ინდუსტრიულ რევოლუციაზე
პერიოდებია რაღაც ხო, პერიოდებია, ეს ბრიტანეთის იმპერიაში დაიწყო, რომელი ქვეყანაც უფრო განვითარებულია და სადაც არის დიდი რესურსი, ცოდნა და ნება და ის შუქი მინათებული ამ მხარეს, ის მხარე ვითარდება ხოლმე. უფრო ადრე როდესაც ჩავეძიოთ, ეს ცოტა ადრეც დაიწყო, იმიტომ რომ ისტორია არაზუსტია, მაგრამ თან არის რაღაც ეტაპზე დაშენებით, ხო? ცოტა ადრე დაიწყო ეს კიდე მე-15 საუკუნე, ანუ რენესანსის პერიოდით შეიძლება დაუკავშიროთ და ის დიდი აღმოჩენები, სადაც კონკურენცია გაჩნდა და დიდი ინდუსტრიული ერთ-ერთი პირველი ესეთი აფეთქებები და ხო, რენესანსის პერიოდში. ხო, ეს დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია დიდ ბრიტანეთში, ორთქლის ძრავის შექმნით, შემდეგ უკვე ელექტროენერგიის და კონვეიერის, ანუ მოძრავი მაგიდის შექმნით. ბევრი ფაქტორები იყო და მთავარი ფაქტორები ვთქვათ, ეს არის მოსახლეობის ზრდა, ურბანიზაცია, ახალი გამოგონებები და ასევე რელიგიური ტოლერანტობაც და ესთეტიკაზე და სტანდარტიზაციაზე დიდი მოთხოვნა. უშუალოდ რაში მდგომარეობდა ინდუსტრიული დიზაინერის როლი აი ამ საწარმო ხაზში პირობითად, აი როგორ გამოიხატებოდა რა დავალებები ქონდა, რა იყო მათი ამოცანა, მთავარი ამოცანა, რა უნდა შეექმნა და რა უნდა განახორციელებინათ. ხო, ესე რომ მივყვეთ, ინდუსტრიული დიზაინერი, ესე პირველი ინდუსტრიული დიზაინერად ითვლება ერთი კაცი, არის პიტერ ბერენსი, ესეთ გერმანელი, რომელიც 1907 წელს დაიწყო ესეთ ოფიციალურად მუშაობა AEG ესეთი გერმანული კომპანია, ახლაც არის ელექტრომოწყობილობებს აწარმოებს და თავიდან არქიტექტორები და ფერმწერები და ეს ესთეტიურ მხარეზე ვინც იყო, იმათ იწვევდნენ ხშირად, რომ ტექნიკური ნივთები ცოტა ესთეტიურად გამოეჩინათ, უფრო სტანდარტული ყოფილიყო და დანადგარებზე მორგებული, იმიტომ რომ ადრე ვიღაცა თუ სკამს აწარმოებდა, მაგალითად ეს გამოყენებითი ხელოვანი ვინც იყო ერთი სკამი სხვანაირი, მეორე სხვანაირი. ეხლა iPhone-ის ჩასადებზე რო ვთქვათ, თითოეულმა ოსტატმა რო დაამზადოს წარმოიდგინე, არ მოერგება, ხო, იმის სხვა მილიმეტრი იქნება, უფრო დიდი იქნება, ან უფრო პატარა, სხვა ფერი დაჯდება და ასე შემდეგ. რო ესე დავყოთ 4-ად გავყოთ რაღაც. ერთი არის ხელოვნება, ხელოვანი, გამოყენებითი ხელოვნება, კრაფტი, რომელიც ამის ნაწილია და დიზაინი. სხვადასხვა რაღაცებია, თან ერთმანეთით საზრდოობენ ესენი. ხელოვნება არის უფრო თვითგამოხატვა. ხო, რაღაც საშუალებით. ფერწერა, დაზგური ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და ასე შემდეგ, ხო? გამოყენებით ხელოვნება არის, როცა ესთეტიკა და ფუნქცია ერთმანეთს დაუკავშირდება, ხო? ეს რენესანსის დროსაც სკამსაც აკეთებდნენ და ფარაონების დროსაც, ხო? ეს იყო გამოყენებითი ხელოვანი. მაგალითად დეკორატორიც ასევე ვინც აფორმებს რაღაცებს, ხო? ორნამენტებს, ჩუქურთმებს ვინც აკეთებდა. კრაფტი, ანუ ხელით საქმე კიდე ცალკე არის, რომელიც გამოყენებით ხელოვნებასთან არის მიბმული. ეს არის უფრო ოსტატობა. გადადა ტექნიკური ტრადიციებია, ხო, პრინციპში, რაღაცა ტრადიციები გადაეცემა ეს ხელით შრომა და შემდეგ. ადრე იყო ოსტატზე, რომ ის ოსტატი გადასცემდა თავის შეგირდს, ისიც ოსტატი უნდა გამხდარიყო. და ხდებოდა მიბარება, იმიტომ სხვანაირ სწავლება არ ხდებოდა, ხო? ანუ განსაკუთრებით შუა საუკუნეებში აი თუ რაღაც ომი იყო, მაგდეს ოსტატიანი ვიღაცას თუ წაიყვანენ ან თუ გადაასახლებდნენ, თემურლენგი თუ სამარყანდში წაიყვანდა ოსტატებს და იმათ არქიტექტორებს, იქ ოსტატის და იმის garaშე რჩებოდა, ხო? ლეონარდო და ვინჩიც მათ შორის ერთ-ერთი ოსტატს იყო მიბარებული და ანდრეა ვეროკიო მოქანდაკე იყო, ძალიან ესეთ საინტერესო მოქანდაკე და ერთ-ერთი დავითი აქვს, თუ გინდა ჩავსვათ მერე, ბევრი დავითი სკანდაკებებია, ხო? დონატელოს განსაკუთრებით ესეთ საინტერესოა, დონატელოს დავითი, ვეროკიოს დავითიც და ვეროკიოს დავითი იმითაა საინტერესო, რომ ნატურა იყო ლეონარდო და ვინჩი. ანუ 17-18 წლის ლეონარდო როგორი იყო ის ხუჭუჭა ბიჭი, შეგვიძლია ნახოთ ვეროკიოს დავითს შევხედოთ, ხო? და რა თქმა უნდა, ესეთი მიქელანჯელოს დავითი. მაგრამ ლეონარდოს მოწაფეები ისეთი მაგრები ვერ აღმოჩნდნენ, როგორც თვითონ ლეონარდო ვერ აღმოჩნდა, მაგარი მასწავლებელი ალბათ. შეიძლება. კი, ზოგიერთ შეიძლება ესეთი ოსტატი იყოს, რომ ცალკე პროფესიაა, ხო? ის წვრთნელი და ფეხბურთელი სხვა არის. მაგალითად ჩვენ ხშირად გვისაუბრია სხვა შორის, რომ ხა ლეონარდოს სიდიადეზე ხა ნუ ზედმეტი არის საუბარი, ბევრი მიმართულებით ძალიან გენიოსი ადამიანი იყო და ბევრი ინდუსტრიის საფუძველი ჩაყარა, მედიცინა,
ფილოსოფია, ხელოვნება, მხატვრობა და ბევრი ესეთი მიმართულება, ხო? მათ შორის აი ინდუსტრიული დიზაინის ნაწილიც, ხო, შეიარაღების ნაწილზეც მუშაობდა და ამ შემდეგ, ხო? მაგრამ შეაძლებელია რომ ეგეთი გენიოსი ადამიანი არ გამოდგეს კაი მასწავლებელი, თუნდაც იმიტომ რომ მისი სურვილები იყო რომ თვით შემოქმედებით ნაწილი ქონდა ალბათ უფრო ძლიერი ვიდრე მაგალითად გაზიარების ალბათ. ხო, მაგას უფრო სხვადასხვა ადრე რა წინა კვირას ChatGPT გამოვიყენე, უნარების მიხედვით დავალაგე ეს გენიოსები და რა პლუსები და რა მინუსები ქონდათ და მიქელანჯელოს ქონდა ეს time management-ი მაღალი, ოღონდ ემპათია და ეს ადამიანებთან ურთიერთობა დაბალი, დავინჩის საშუალო და მენეჯმენტი, time management-ი დავინჩის იყო დაბალი. იმიტომ რომ ხშირად დროს დიდი დრო სჭირდებოდა რაღაც ნახატის ან რაღაც მაკეტის დასასრულებლად და უბრალოდ ბევრი ინტერესი რო ქონდა, სწრაფად გადახტებოდა ხომ. ანუ ბევრი რაღაც აინტერესებდა და ვერ ანაწილებდა. ნუ ჩანს მისი ინტერესები, ისტორიამ დაგვიტოვა. თავისი შეკერილი ტანსაცმლით დადიოდა საკრავებზე უკრავდა კიდევაც და ქმნიდა ახალ საკრავებს, ხო? კარტოგრაფიც იყო და ხო, ერთ-ერთი ესეთი წერილია, ალბათ შენც გეცოდინება, საფრანგეთში რო გადავიდა მილანის შემდეგ გონი, ჩამონათვალი იყო ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა თავისი ერთგვარი CV, რომ რა შემიძლია, ეს შემიძლია და საინჟინრო მანქანების აწყობა, კარტოგრაფია, ასე შემდეგ და ბოლოს ეწერა ხანდახან ხატავ, ხო? ხანდახან შემიძლია დავხატო რაღაცები. ხო, ანუ პრინციპში ხატრად არ მიაჩნდა თავი, ერთ-ერთი იყო ესეთი. ხო, ნუ მე მის შემოქმედებას პატივს ვსვამ და ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო პიროვნება და ტიპაჟურად საინტერესო მისი ისტორია თუნდაც, ხო? და არა მხოლოდ ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი სერიალი, ფილმი და სხვა მიმართულებით პროდუქტი არის შექმნილი მის სახელთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ შენ მაინტერესებს აი შენთვის ვინ იყო ინსპირაციის წყარო და რატო გადაწყვიტე, ეცა სკოლაში გადაწყვიტე თუ რომ უნივერსიტეტში გადაწყვიტე, მე შემდეგ რომ ინდუსტრიული დიზაინერი გამხდარიყავი, მაგ ეტაპებზეც რომ მეყვე რა, ანუ ვინ იყო შენი ინსპირაციის წყარო, თუ იყო ვინმე ეგეთი და მე როგორ ხდებოდა შენი სწავლების ამბავი, იმიტომ რომ საქართველოში წეგანაც ვახსენე რომ არ არის ეგეთი მასობრივად გავრცელებული, პოპულარული და რაღაც ბევრი ეგეთი მიმართულებაც არ არსებობს, ხო? კი, ისე წინა კითხვაზე რომ ზუსტად გავცე პასუხი, უფრო ის არის მაყურებლებსაც ალბათ ხო დავყავით ესე ხელოვანი, გამოყენებით ხელოვანი, კრაფტი და მე დიზაინერი იყო საჭირო, ხო? უფრო ეს მოიტანათ სტანდარტიზაციამ, გამორჩეული მაგალითად ერთის რადიო მეორისგან გამორჩეული რო ყოფილიყო, იქ ესეთი ვიღაც საჭირო იყო და ესეთი ოფიციალური პირველი ინდუსტრიული დიზაინერი პიტერ ბერენსად ითვლება, მაგრამ სხვებიც იყვნენ, მაგრამ ესე ოფიციალურად არ იყო. და პიტერ ბერენსი იმით იყო საინტერესო, რომ კარგი მასწავლებელიც აღმოჩნდა, მასთან სწავლობდნენ სტუდიაში, მუშაობდნენ მის ვან დერ როე, ვინც შექმნა მინიმალიზმის ფორმულა, less is more, ეს ტერმინი მისი არის, ასევე ლე კორბუზიე, ვინც ესეთი ერთ-ერთი მოდერნიზმის მამა და სულის ჩამდგმელი და ესეთი მემარცხენე არქიტექტორი და ერთ-ერთი იყო ბევრი მოსწავლე იყო, ერთ-ერთი იყო ვალტერ გროპიუსი, ვინც შექმნა დიზაინის პირველი სკოლა, ბაუჰაუსი. ამიტომ კარგი პრაქტიკოსიც აღმოჩნდა და კარგი მასწავლებელიც. ხო, რაც შეეხება ინსპირაციებს, ესენი ვით ჩამოთვალე, ესენიც ყოფილან ინსპირაციები, კორბუზიეც. სკოლის ასაკში პირობითად უკვე ქონდა ამ ადამიანთან ინფორმაცია. არ ვიცოდი საერთოდ ინდუსტრიული დიზაინი რა იყო. მე მომწონდა არქიტექტურა, მომწონდა ხატვა, ქანდაკება, ტექნიკური რაღაცების დათვალიერება. ბავშვობაში ალბათ ის ერო არის მსგავს რაღაცებს რო პოულობდით, ესეთი ინსპირაცია იყო ხო რაღაც გამადიდებელი. ეხა არის ნეტა, ანუ ახალ ჯენზის და ახალ თაობას თუ ოკეი. ეგ შეგვიძლია სატესტოდ დაუდოთ ერთ თუ გაარჩევენ რას ნიშნავს. ან რაში გამოიხენონ ეგ. ასევე ერთ-ერთი ინსპირაცია იყო, სადაც იქ უბნელები ვაკეთებდით, ეგრეთ წოდებულ შტაბებს, ხან ხეზე, ხან რა ვიცი, ფარეხებს შორის, ერთი 8-9 შტაბი მაინც გაკეთებული, ერთი შეიძლება 5-6 ყოფილიყავით, ვეტეოდით 3, მაგრამ რეგრიგობით შევდიოდით და ხეზე ორჯერ ქონდა. ხო, თავიდან მინდოდა მე არქიტექტურა და შემდეგ უკვე ვერ მოხდი არქიტექტურაზე და სამრეწველოც მეწერა ეს სამხატვრო აკადემიაში რო ჩავაბარე და შემდეგ არ გადავედი, იმიტომ რომ მანდ ვნახე რომ ცოტა ქანდაკებასაც ვისწავლიდი, მასალაში მუშაობას, იქ ხატვას, არქიტექტურასთან გადაკვეთაც იქნებოდა
არქიტექტურასთან არის სამრეწველო დიზაინს, არქიტექტურას, გრაფიკულ დიზაინს ამ დარგებს შორის არის ხოლმე ესეთი რბილი გადასვლა. მაგალითად, აი შებუთვის დიზაინი არის სამრეწველო დიზაინერსა და გრაფიკულ დიზაინერს შორის. ავტობუსის გაჩერება იქნება თუ ბელვედერის დიზაინი ან საპარკო ინვენტარი, ეგ არის არქიტექტურასა და სამრეწველო დიზაინერს შორის, ანუ რბილი გადასვლა, ხო? ყველაზე ესეთი განმარტება რო ესე გავარჩიოთ, არქიტექტურა არის სივრცის და უძრავი ობიექტების დაპროექტება, ინდუსტრიული დიზაინი მოძრავი ობიექტების დაპროექტება. მოძრავი რა ეს კალამი, მარტო ავტომობილი არა ეს კალამი შეიძლება გამოიყენოს ინგლისელმაც, მონღოლმაც, ფინელმაც, ქართველმაც, ხო? მაგრამ ერთი და იგივე შენობა ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა თბილისში როგორიც აშენდება, ეგეთი მაგალითად ტრონჰეიმში არ უნდა აშენდეს, ეგეთი ნიუ-იორკში, ხო, ნიუ-იორკში როგორც აშენდება, იმიტომ რომ ის გარემოზეა მიბმული და დიზაინი უფრო უნივერსალურია. გიგმარების ნაწილიც არის, ხო, მე არქიტექტურის კი, ის ლანდშაფტს და იმ ადგილზე და კონტექსტზე და ამინდზე და ბევრ რაღაცაზეა მორგებული, ხო? ხო, ჰავა, ამინდი, რა მატერია, რატო, ნუ მთელი ამბავი არის ეგ. აი, ინსპირაციებზე სხვადასხვა ლეონარდო იყო ერთ-ერთი ინსპირაცია და ადრე მიყვარდა ეხლა ნაკლებად ვკითხულობ, ბიოგრაფიას ვკითხულობდი და იმან რა გზა გაიარა. თუმცა წარმატების გზა ერთი და იგივე არ არის, რაც რომ წაიკითხე და ეგ გაიმეორო, ხო? ანუ ყველას თავისი გზა აქვს. მაგრამ მაინც საინტერესოა ის როგორ ფიქრობდა პრობლემებს, როგორ ჭრიდა იქ კონტექსტი რა იყო. დავინჩი იყო, მიქელანჯელოც მომწონდა. დიზაინის კუთხით ბევრი დიზაინერი არ ვიცოდი. არც პირველ კურსზე არ ვიცოდი, არც მეორეზე. ერთ-ერთი ესეთი ინსპირაცია ფილიპ სტარკი იყო. ახაც ცოცხალია ეს ფრანგი დიზაინერი, ვინც შექმნა ესეთი დემოკრატიული დიზაინი. თუ გინახავს აი ეს ლიმონის საწური. აი ეს ფეხები ეგა სტარკის. სტარკის არის კიდე იუსტიციის სახლში ფოტოების გადასაღები კაბინა როა. ხო, ბევრი რაღაცები არის. შეიძლება თბილისშიც შეგხვდეს. და სხვათა შორის ეგ სტარკი გაგვაცნო დიზაინერმა არა. ერთი კარგი მოქანდაკე გვასწავლიდა, ანუ მოქანდაკე გაგვაცნო და ხო, ქანდაკების გარდა მამუკა ჩხაიძემ ქანდაკების გარდა გვესაუბრებოდა მუსიკაზეც და რაღაცა მიუზის დისკი გვათხოვა ვემბლის კონცერტის ცალკე სტარკზე და მის დიზაინზეც ესეთი ბევრი კარგი ლექტორი მყოლია. რატო ეხლა სახელდაგვარებით ესე რო არ გამოვყო? ხო. ანუ რაღაცა იმ პერიოდში, როცა არქიტექტურას გინდოდა და მოხდი საწარმოების, ხო, სამრეწველო დიზაინი. ინდუსტრიული დიზაინზე კი ბატონო. ერთ-ერთი მთავარი იყო შენ მომენტში ლექტორების ჩართულობა და ის გამოცდილებები, რომელიც ამ სწავლების პროცესში დააგროვე. რატომაც მე უფრო ალბათ რო გიღრმავდა ინტერესი და ალბათ შეიყვარა, იმიტომ რომ მე რასაც გიყურებ ახლა ძალიან გიყვარს ეგ დარგი და მიმართულება და ყოველდღიურად აღმოჩენებში ხარ, შენს პოსტებსაც რო უყურებ ხოლმე, მეც ბევრი რაღაც აღმომიჩენია. მადლობა. მანდ არის ესეთი რაღაც სამხატვრო აკადემიაში ესეთი დიდი რაღაცა რაც მოგწა ერთ-ერთი იყო უფრო ესე თავისუფლება. ანუ სახელოსნოში წარმოიდგინე კარგია როცა ეგეთი სახელოსნო გაქვს, ну ზოგჯერ არ იყო, მაგის საშუალება, მაგრამ რაღაც პერიოდი იყო და მე და ჩემი მეგობრები იქ მუშაობდით, ღამევრჩებოდით, ისეთი რომელზე მივსულიყავით მაგაზე არ იყო დიდად დამოკიდებული, ლექციები რომ მორჩებოდა, იქ მე ვაგრძელებდით. დანარჩენი პერიოდი, დღის პერიოდი, სხვები შემოდიოდნენ, რაღაცას გვესაუბრებოდნენ, ხშირად გვაცდენდნენ და ამიტომ ღამე და დილა ცოტა ისეთი იყო. მაგრამ მაინც ადამიანზე უფრო არის ეს დამოკიდებული და არა ვიღაცა და კიდე წეღარაც მგონი ახსენე აღფრთოვანებაზე. ანუ პირველი მე არავის არ ურჩევდი დიზაინზე წიგნს ეგრევე. ну დიზაინში ვინც არის, მე თუ გინდა ბოლოს ურჩიოთ. ეგრევე არავის არ ურჩევდი რაღაც წიგნს ეს წაიკითხე და მე დიზაინი დაიწყე. ჯობია ჯერ დაიწყო და საერთოდ თავიდან ჯობია რაღაც ნივთით ან არქიტექტურით ან ქანდაკებით აღფრთოვანდე, რომ რაღაცა ნიმუში გქონდეს. დაინტერესდა როგორ არის გაკეთებული მინიმუმ, ხო, რაღაცა. ან უბრალოდ იმის სილამაზით, ან ფუნქციით, ვაიმე რა მაგრამ მუშაობს, ან ტანკი რა მაგრამ მუშაობს, ან იმის ზახადების შენობა, ან არაფერს მნიშვნელობა, ხო? შეიძლება ის ინსპირაცია რაღაც კამიც იყოს, ხო? ან ნახატი. და რო აღფრთოვანდები მე რეიწყებ, თორე თუ არ აღფრთოვანდი, ძალით ზრი არ აქვს. ხო, ეგ აღფრთოვანდება ალბათ ყველა სფეროში არის ეგ მომენტი, რომ აღფრთოვანდე რა. აი ხა მე გამახსენდა მაგ აღფრთოვანებაზე. მეც იმის გამო ჩავაბარე აქ უნივერსიტეტში, რომ რაღაც მომენტში, რაღაც 2014-13 წლებში
ილიანი აკეთებდა ხოლმე რობოტების ბრძოლას. და მეთქი რა მაგარია ჩემ და მეც მინდა რაღაც ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ხა ну Iron Man-ი ხო ხდება ფილმების გავლენა, ჰოლივუდის კომიქსების გავლენა ძალიან დიდი იყო და რაღაც მომენტში რომ ეს კომიქსებზე გაზრდილი ადამიანი ხარ და გიყვარს კომიქსები და ხვდები რომ არიან პერსონაჟები რომელსაც სუპერ ძალები აქვთ და ეს რაღაცა ზოგ შემთხვევაში შეძენილია, ზოგ შემთხვევაში რაღაც უცხოპლანეტური და არსებობს Iron Man-ი და ტონი სტარკი, რომელსაც თვითონ ანუ არაფერი უნარი არ აქვს თავის გონების გარდა რა. გონება და ფული, ხო. ნუ ეხლა პრინციპში თავის გამომუშავებული არ იყო ეგ ფული, მაგრამ ნუ ქმნიდა ყოველ შემთხვევაში და მე რაღაცნაირად მიდიხარ, ალბათ ყველა ბავშვი რაღაც მომენტში მიდის იქამდე, რომ ესე იგი Iron Man-ია რეალისტური. ანუ შენ შეგიძლია რაღაც მომენტში რომ Iron Man-ამდე მიხვიდე რა და ეგს უმქონდა რა მე რაღაცნაირად რომ ეს Iron Man და მე ხედავ რობოტების ბრძოლას და ეგრევე მეთქი ანუ აკავშირებ რომ მეთქი ეგ არის Iron Man თუ გინდა გახდე ესეთი რობოტი უნდა აწყო რა და სტარკი ხო? სტარკი უნდა. ჩემთვის სხვა სტარკი იყო. ხო, შედის სხვა სტარკი. ფილიპ სტარკი. ხო, ანუ სტარკის გავლენა შეიძლება დაერქვას. ხო და ну, ერთ-ერთი მიზანი ეგ იყო, რომ მეთქი აი ეგ არის, აქ მოვდივარ და ვსწავლობ რაღაც ელექტრონიკა, ინჟინერია და რაღაცები, რაზეც მეც ვერ მოვხდი და ჩავაბარე ბიზნესზე. ხო, მაგრამ აქამდე ვარ მოსული რაღაც მომენტში მაინც სხვა გზით, მაგრამ მაინც მოვედი აქამდე. ოკეი, იცი ხშირად როცა შენ რენესანსი ახსენე და ძალიან მაგარი ეპოქები რა და მე ახლა ცოტა სხვა კითხვა არათემატური, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან სწორად გაიგებ და საინტერესო პასუხი შეიძლება მივიღო ჩემთვისაც. დღევანდელი თანამედროვეობა, ხო, თანამედროვეობაში ძალიან შეიცვალა რაღაც მithomები, არა მხოლოდ დიზაინში, არამედ მუსიკაში, ფილმში, კინოში და ამ შემდეგ, ხო? ხო და რატომღაცა ეს ნოსტალგია მაქვს ხოლმე, მაინც რაღაცა სურვილი და თელი ჩემი გული მიდის ხოლმე, მაინც აი 2000 წლამდე და უფრო ადრე შექმნილ პროდუქტებზე რა, თუნდაც ხელოვნება რო ავიღოთ სამხატრო იქნება თუ მოქანდაკეებთ და ამ შემდეგ ყველა მინდარგი. უფრო ძველთან? თუნდაც რენესანსი აიღე, ხო? აი დავინჩი, მიქელანჯელო, მაგათი ნამუშევრები, ნახატები, ქანდაკებები, ხო, რაღაცა ძალიან შესანიშნავია და ეხლა უბრალოდ თანამედროვე არტი არის რომ ვიღაცამ შეიძლება რომ ესე გასრიალდეს თავის სხეულით რაღაცა იმაზე ტილოზე პირობითად და იქ იყოს რაღაცა მილიონად გაიყიდოს პირობითად. ხო, ვიღაცამ ბანანი დაკიდოს რა. ნუ ხა მე ამას ხوار ვაკნებ ეგ მან უფრო იდეა დევს რაღაცა ალბათ კონტექსტია და არა რაღაცა ხელოვნების ნაწილი, მაგრამ მაინც ხო ძვირად ფასობს რა და მაგრამ მაინც ბოლომდე შეგუება მაგრად მიჭეს რომ მან რა მოხდა იცი? არსებობს რაღაცა დარგები, რომ რაღაცა დარგს მოკლავს ხოლმე. მაგალითად, ფოტოგრაფია მოკლა რაღაც გაგებით, თლიანად არა, ფერწერა. ფოტოგრაფიამ. ანუ გამომსახველობა, ხო? მაგალითად, ცხვირი გავს, რა კარგი ფოთოლი დახატა და ასე შემდეგ, ხო? ფოტოს ვერ აჯობებ. ახლა ამაზე ნახატით კომპიუტერს რენდერში ვერ აჯობებ, ხო? მე AI-ს. მოქანდაკები მოკლა 3D პრინტერებმა. CNC 3D, მაგრამ ხო, მან უკვე სხვა რაღაც შეიცვალა, ხა, რას ვამბობ? როცა ფერწერა მოკლა რაღაც გაგებით, გამომსახველობა ფერწერაში, ფერწერა შემდეგ გადავიდა მოკეთ, ლამაზად დახატულ პორტრეტმა, ან ზუსტად დახატულმა რაღაცა ლორენცო რაღაცამ, ეხლა უკვე საჭირო იყო, რომ ხატვის თვითგამოხატვა ჩართულიყო და იმპრესიონიზმი დაიბადა. ხო, მე რაღაცა ვან გოგი, ასე შემდეგ მე მოდერნიზმი დაიწყო და ანუ სხვა რაღაცაში გარდაიქმნა. იმას თავისი ადგილი უკავია, დავინჩი მას რატო დახატა ეს ჯოკონდა, ერთი მარტო თვითგამოხატვა არ იყო, დაკვეთა იყო, ხო? ის იყო. ნებისმიერი ის დაკვეთა იყო. მე დაკვეთაზე არ მუშაობ, ხშირად არის ხოლმე, ეს უკვე შემდეგი თაობების ფერწერების ის არის, თორე მიქელანჯელოს ყველა ნამუშევარი დაკვეთაა. ხან რომის პაპი, ანუ ყველა დაკვეთა იყო თითქოს, ხო, ეს პორტრეტებიდან დაწყებული, არა მხოლოდ, იმიტომ რომ ეს საგვაროების დიდრები, ეს ვაჭრები, მედიჩების საგვარეულო მაშინ ძალიან ის იყო, ხო? მათი პორტრეტები და რაღაცა სხვანაირად არც მუშაობდა ეგ ბიზნესი. მაგრამ კარგი ის იყო, რომ მაშინდელი პაპები და მედიჩები ხელოვნებაში საკმაოდ ერკვეოდნენ. გემოვნებაც ფულიც ჰქონდათ და გემოვნებაც მართლა ის არ ჰქონდათ. ამიტომ ესენია გარდაიქმნა და შეიძლება ძველთან მიბმა რა ვიცი მეც მაქვს ხოლმე ზოგჯერ და ხან სუბიექტურად არა ესე ძალიან კრიტიკულად არ უყურებ როგორც ჩანს ჩემსავით ესე იგი ამ პონტზე ეს რაღაც ბუნებრივი ნაწილია ხო რაღაც ბუნებრივი ნაწილი ფერწერაც დაზგური ფერწერა ახლა ისევ იარსებებს ოღონდ ის ეფექტი რაც ადრე ქონდა ეგეთი არა
ხო, აი სხვა შორის უფრო ნეტად ის არის ხომ აი ეს ჰიპერრეალიზმი, ვინც ხატავს ხოლმე ფანქარში პირობითად ძალიან მაგრად აი ჰიპერრეალისტური ნახატები როა ხოლმე ფოტოს რო ვერ გაარჩევ. ასე იქ ადამიანები უფრო კინდებიან ხოლმე რა, იმის მიხედვით რომ ტექნიკურად ძალიან მაგრები არიან, აი შინაარსობრივი მანდ უფრო ნაწილში. ოსტატობა და ვირტუოზ აი იქაც წეგანაც ჩამოთვალოთ, იქიდან კრაფტი იყო ერთ-ერთი აი რა მაგრა გააკეთა ორნამენტი ხელით იმ ოსტატმა, როცა CNC-ც გააკეთებს მაგას. ხო, იმის ხელით გაკეთებული მაინც მგონია რომ AI-ის ეპოქაში უფრო რაღაცა ესეთი გამოკვეთილად იქნება ხელით გაკეთებული დაფასდეს ადამიანმა გააკეთა და ესეთი იქნება. ხშირად ვხვდება ხოლმე რაღაც ფოტოები რაღაცა. AI-ით დაგენერებული ფოტოები რაღაცა 10 წელი ნახე ხო ჯიხვთვლი და 10 წელი და რაღაცა და ცრემლები და რაღაც როა და 20000 ლაიქი და რაღაცა. გული გაგისკდება რა ნახო რა. აი ჰიპერრეალისტსაც რაღაც ეტაპზე მე მომწონდა, მაგრამ მერე უკვე სხვანაირი ნახატები მომეწონა. აი მე ჩემს სტილიზებული ნახატები უფრო საინტერესოა. ვიდრე აი პირდაპირ გადმოტანილი რეალობა ყოველთვის რა. არ ვიცი, აი უფრო აი ამ სტილში უფრო მირჩევნია ხოლმე მეც რატომღაც რა. მაგრამ გააჩნია როგორ არის შესრულებული, მაგას თავისი ბევრი რაღაც კომპონენტი აქვს. აი წეგა რო ახსენეთ აი ფილიპ სტარკი არ ნიშნავს რომ ფილიპ სტარკის ყველა ნამუშევარი მომწონს ახლა. ხო რაღაცეები მეთქი რაღაც ეგთან ისა პროვოკატორი დიზაინერია პლუს მაგალითად აი ეს რაც არის ლიმონის საწური, ნუ ბევრი ესეთი ემოციური დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში არის, ხო, რაღაც კონტექსტური დიზაინის ერთ-ერთი ნიმუშია. ადრე იყო დიზაინერებში, აი ისევ ცოტა უკან რო გადავიდეთ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, ლუის სალივანი იყო ესეთი არქიტექტორი და დიზაინერი. ეგ იყო ფრენკ ლოიდ რაიტის აი გუგენჰაიმის მუზეუმი თუ იცი, ან სახლი ჩანჩქერთან ცნობილი მუზეუმი, ეს ჩავსვათ, მოდი ყველას ეცოდინება, ან პრერია სახლები ამერიკაში, ვილები რაც არის, ეს არის ფრენკ ლოიდ რაიტის. მაგრამ რაიტის მასწავლებელი იყო, საკმაოდ ესეთი კარგი გენიოსი კაცი იყო, უბრალოდ, ვინც თქვა ესეთი რაღაც, ფორმა მიყვება ფუნქციას და მან დაიწყო ესეთი დიზაინში მოდერნიზმის ეს ეპოქა. ნენელა განვითარდა ფორმა მიყვება ფუნქციას ნიშნავს ბუნებიდან არის ეგ ხო აღებული არაფერს მაგალითად ვებხსად ზოლები იმიტომ აქვს რომ დაიმალოს ხო და არა სილამაზისთვის რაღაცას ფრთა იმიტომ აქვს რომ ფუნქციისთვის სჭირდება და არა იმიტომ ფრთა ქონდეს ხო შემდეგ გარდაიქმნა ეს წარმოიდგინეთ შემდეგი ეტაპი იყო უფრო რადიკალური ადოლფ ლუსი იყო ესეთი ჩეხი არქიტექტორი და დიზაინერი, ვინც თქვა, ცოტა უარესი რამ. ამაზე უარესი. ფორმა მიყვება ფუნქციას კი არა, მერე ორნამენტიც მოკლა. და ესეთი ესე არის, საკმაოდ საინტერესო, ორნამენტი დანაშაულია. ანუ სილამაზეები ისინი რაც ქონდა, ზოგი ტყუილი, ეს ორნამენტები, დეკორი, ზედმეტი რაღაცები მოაშორა, ხო? შემდეგ უკვე ბაუჰაუსი შეიქმნა, მინიმალიზმი, შემდეგ შეიქმნა და სკანდინავიური იყო, ხო, უფრო მინიმალიზმის თემა. არა, გერმანიაში დაიწყო. გერმანიაში დაიწყო ეგეც. მინიმალიზმი, ნახეთ, გერმანული და დასავლური იყო ფუნქციური უბრალოება, ხო, რაღაც მთელი ეგ თევიზი ეგ ხო და ფილოსოფიური. ხო. ფუნქციური აი ესა ნენელა გადავიდა, აი ადოლფ ლუსის ნამუშევრები რო დაათვალიეროთ, იქნება როგორ იცი, მინიმალიზმიც არ არის, არც ბაუჰაუსია და არც ის თითქოს შენობა გააშიშვლე. ეგეთია. შემდეგი ეტაპი არის იმ გაშიშვლებული შენობის დახვეწა, უფრო ხო, ეს ბაუჰაუსის ეტაპი რაც არის. და შემდეგ არის მისვანდერ თქვა less is more, ანუ ნაკლები არის მეტი, ხო? და შემდეგ უკვე ეპოქა გაჩნდა ესეთი რობერტ ვენტური თქვა less is bore, ანუ ნაკლები არის მოსაწყენი. ანუ ხალხშიც დაიწყო რომ პირიქით ექსპერიმენტები დაიწყეს და ის შემდეგი ეტაპი იყო კიდე, ხო იყო ფორმა მიყვება ფუნქციას. შემდეგ გაჩნდა პირიქით, ფუნქცია მიყვება ფორმას. ანუ წინასწარ რაღაცა ფორმის სკამს გააკეთებდნენ და მე სკამს კი რაღაცა ფორმას და ეს რა შეიძლება იყოს. აი ესე დიზაინერებად რო გავყოთ, ფორმა მიყვება ფუნქციას, მაგალითად მან ჩავსვათ მარსელ ბროიერი და ფუნქცია მიყვება ფორმას, მან შეგვიძლია ზაჰა ჰადიდი ჩავსვათ ან ფრენკ გერი, სადაც უფრო დიზაინი კანდაკება შემოვიდა. მაინც და მაინც ფუნქციური ლიმონის საწური კი არა, აი სტარკისაც. არამედ სხვა კონტექსტიც აქვს. სამზარეულოს სკულპტურა არის ეგ. ო, ეს არის დიზაინ ფილოსოფიები. ხო, რაღაცას ჩამოთვალე პრინციპში და მერე იყო პოსტმოდერნიზმი და რაღაც მოდერნიზმამდე მოვედით საბოლოო ჯამში დღესაც ვართ, ხო? თუ რამე ახალი კიდე იბადება ჩანასახშია და რაღაც. ის რაღაცა ეხლა შეიძლება გამოუჩეს, მაგრამ ნეო თუ რაღაცა. ხო, ეს less is more გადავიდა კიდე ინდუსტრიულში
ესეთი კომპანია Brownie არის და less but better. სადაც არის ეს ინდუსტრიული დიზაინის 10 პრინციპი, დიტერ რამსი არის ეგეთი გერმანელი დიზაინერი. ეს ფუნქციური, ესეთი მინიმალისტური ფუნქციური დიზაინი მაინც გერმანელების არის და სკანდინავიელებისაც, მაგრამ პირველი მაინც გერმანიაა. და ესეთი უფრო სტაილინგი და ესთეტიკა და რაღაცა უფრო იტალიისკენ. ეგორი სკოლა, გერმანული და იტალიური სულ ესეთი ჯახია ხოლმე და სტილისტები ცალკე ხალხი იყო და ხალხი. მაგალითად, ავტო დიზაინერები ხშირად სტილისტები არიან. აკადემიაში თავიდან რო ესე რაღაცებს ხატავდით, ეგრევე თუ ხატავ შენ რო ლამაზის კამი დახატო, ლამაზი ავტომობილი და ფორმებით და ფერებით ჯონგლიორობა დაიწყო, რო ეს ლამაზი რაღაც ეფექტები, ეგ სტაილინგი არის, ეგ არაა დიზაინი. მაგრამ ცალკე იყო მაგალითად ეს სტაილინგის სკოლები იყო იტალიაში, დიზაინის სკოლები ცალკე იყო, დიზაინი არის უფრო დაგეგმარება და პლუს სტაილინგიც. ამიტომ ძირითადად მოდის დიზაინსა და ავტო დიზაინში არიან სტილისტები. ეხლა შენ თუ ლამაზ სკამებს უბრალოდ დახატავ, სტაილინგით მიდიხარ. და შენ თუ ეხლა რაღაც სკამს იქ რომ აჩვენე სკამი რო ესე ფუნქცია, ასე ამოვატრიალო და მაუსი დაედოს რომ ლეპტოპი, მაუსი, ყავა, ჩაი რაღაცა. ხო, ეგ უკვე იმის ადამიანის ფაქტორიც ერთვება და ფუნქცია ერთვება, ხო, ეგ კიდე სხვა არის. და მინიმალიზმზე ვიტყოდი რომ აი ეს რო დაიბადა ნელ-ნელა. გერმანული დასავლური მინიმალიზმი არის უფრო რაციონალური, მაგრამ არის კიდე იაპონური მინიმალიზმი, რომელიც არის უფრო სულიერებას უკავშირდება. გერმანელი, ანუ ეს გერმანელი თქვი რომ მისვანდე რომ გერმანელი იყო და გერმანელი. ეს არის მაგალითად იმიტომ რომ რაღაცა დაზოგო, რაღაცა უფრო რაციონალური გამართლება აქვს და იაპონელისთვის იქ შინტომ უნდა გაიაროს, ხო? შინტოიზმი, იმიტომ რომ იქ რო სკვერს, ისა ბახსულის იაპონელი სხვა ამოცანა აქვს. გერმანელი რო ბახსულის სხვა ამოცანა. აი, ძალიან საინტერესო თქვი და ტექსტშიც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე მაგ-მაგალითს რა და ეხლა შეას თქვი, ანუ დიზაინისა და სტილიზებულის ეს არის განსხვავება, რომ ადამიანი თუ სკამის დიზაინებს აკეთებს, მაგრამ ფუნქცია იდენტური ეს არის, სტილიზებას აკეთებს, ხო? პროდუქტის დიზაინებს, ფორმებს, რაღაცებს ცვლის, მაგრამ ფუნქციურად იგივე ერჩება. მაგრამ როგორც კი ფუნქციაზე ხდება გადასვლა, ეს რაღაც ტექსტ შეიძლება ჩაითვალოს უკვე ინოვაცია, ანუ ახალი ღირებულება როცა ემატება ფუნქციური ღირებულება მომხმარებლისთვის, როგორც არის წარას თქვით, ხო? თუნდაც მაგალითად გათბობა გაგრილების რავი სისტემა, მაგალითად მანქანებში და ჩააშენეს თავიდან, ხო? სკამის ფორმა მანქანაში ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ფუნქცია დაემატა გაგრილებით, ხო? აი, ერთ მაგალითს მოგიყვან, სკამი ვასილი არის ეგეთი სკამი, ეგეც ვჩვენოთ. მისი სახელიდან ხوار წამოვიდეს. ვასილი კანდისკის ფოტოშორის ასწავლიდა და იქ მუშაობდა ბაუჰაუსში. შემდეგ იქიდან გროპიუსმა დაუძახა ჭკვიანი კაცი ხარო წამოდი აქეთო. ხო და სკამი ვასილი არის ერთ-ერთი ნიმუში, ერთი მეტალის კონსტრუქციით, ერთი რკინის გაღუნვით, როგორ შეიძლება კონსტრუქცია შექმნა. მისი შემქმნელი მარსელ ბროერი, როცა ამოცანა იყო ესეთი, ძალიან ესე უტრირებულად რო ვთქვათ, ადრე სკამი მზადდებოდა ერთ თვეში, ერთი სკამი და მაგას უნდა 9 საათში ერთი სკამი. ამ შემთხვევაში ის დიზაინერი სტაილინგით კი არ მიდის, ამ საერთოდ ფილოსოფიას ცვლის. და ერთ-ერთი იყო ინსპირაციისთვის, კი არა, ინსპირაციას ეძებდა და ერთ-ერთი რაღაც აღმოაჩინა ველოსიპედების ქარხანაში, სადაც ის ველოსიპედების იმას კონსტრუქციას როგორც ხუნავენ, ეგ მეთოდი გადმოიტანა ავეჯში, სკამებში. და ავეჯის ის ფუნქცია ისინი შეცვალა, ხო? მე უჭველი ჩავსვათ, იმიტომ მეც არ ვიცი. სკამი ვასილი. სკამი ვასილი. მარსელ ბროერი იყო ესეთი რევოლუციური სკამები აქვს. ხო, წარნახსენე, მან დაუბრუნდე ფერწერაზე და ფოტოგრაფიაზე რომ მოკლავო ესო რაღაცაო და მაინტერესებს ამ ინდუსტრიულმა რევოლუციებმა შენთვის უფრო მეტი საზიანო მოიტანა თუ პირიქით? ინდუსტრიულ რევოლუციებმა ჯამში ადამიანისთვის მოდი ესე ვთქვათ რა. არა, პირიქით. ეს რაღაცები ეხლა შეიცვლება და სულ იცვლება. ადრე ბრიტანეთშიც ხო იყო ესეთი ელექტროენერგია რო შეიქმნა, სახელი დამავიწყდა რა პოსტერები მინახია. დაჯგუფებები რო იყო, რომ ლეწავდნენ იმით ეს ეშმაკის გამოგონება კომპიუტერზე იყო. პოსტერები მინახეს, ანუ ის იყო ელექტროგაყვანილობის სადენები და ქვევით ჩონჩხი ადამიანები რო ვითომ კლავს ეს ელექტროენერგია და შემდეგ. ვითომ ეს ხო, ეგ არის სიახლის შიში არის, ეგ ჩვენ ამიტომ დიზაინში არის ესეთი მეთოდი, რომ არც ძალიან ახალი გააკეთო და არც უძველი, რა, ძველთან ბმა იყოს.
რომ მომხმარებელს უფრო ის იყოს ახლო, ხო? სხვადასხვა პროპაგანდაშიც ამას იყენებენ, ეგრევე სიახლე კი არა. ნელ-ნელა შეჩვევა და ერთ-ერთი მაგალითს გეტყვი, იყო დიზაინიდან და პროპაგანდა შენ დავკავშირე. ესეთი დიზაინერი იყო, ასევე სტაილინგის მიმართულების ესეთი streamline დიზაინი, რაც არის ამის მამა. Coca-Cola-ს ბოთლის შემქმნელი, ასევე Spar-ის ლოგო, Exxon-ის, Shell-ის ლოგოების შემქმნელი, Boeing-ზეც მუშაობდა, კოსმოსურ ხომალდზეც და არ ვიცი, ბევრ რაღაცაზე. ეს იყო Raymond Loewy. Raymond Loewy იყო დიზაინის მე-20 საუკუნის დიზაინის მეფეს ეძახიან. თან თავიდან იყო ის ილუსტრატორი იყო, Vogue-ის ჟურნალების ხდებს აკეთებდა, წავიდა ამერიკაში. მისი ტექნიკური ნახაზები მაქვს ნანახი, მათ შორის Spar-ზე და ძალიან მაგარი იყო უბრალოდ რა. ეხა მუშაობენ ეგრე დეტალურად. თუ აღარც არის საჭირო იმდენი ხელსაწყოა. ეგ ეტაპები აღარ არის, მაგრამ ის რომანტიკა აქვს. რომანტიკა აქვს, ბლუპრინტი რაღაცა ის ძალიან მაგარი იყო. კარგილით შემოხაზული და საშუალო და ფანკარი, ხო. და Raymond Loewy-ს ჯერ ერთი streamline design-ის ერთ-ერთი მამა, ასევე მაგას ის დაეხმარა, რომ მექანიკური ინჟინერიაც კარგად იცოდა, მარტო სიფრთხეს გარედან კი არ ფიქრობდა, შიგნითაც ხდებოდა. პლუს მაგისი ტერმინი არის ესეთი მხოლოდ ლამაზი დიზაინი იყიდება. ანუ უფრო ბრენდინგისკენ და გაყიდვებისკენ წავიდა. იმიტომ თან დიდ Coca-Cola-ს ჩამოსასხმელი მანქანა მაგის გაკეთებულია ბოთლი, ხო ის ცნობილი შუშის ბოთლი არის მაგისი. და მაგის ყველაზე საინტერესო მეთოდი არის MAIA ქვია. MAIA შეფრება most advanced yet acceptable. ყველაზე მოწინავე, მაგრამ მისაღები. მაგალითად ლოგოს რედიზაინს როცა აკეთებდა, ეგრევე ახალს არ აკეთებდა, ძველთან ბმაში აკეთებდა, ნენილად ცვლიდა ყოველ წელს. Lucky Strike სიგარეტის ლოგოც შეფუთოც მაგისია. და ბევრ რაღაცაში, აი მაგალითად smartwatch-ი გიგეთია, ხო? Smartwatch-ს არ ჭირდება საერთოდ კლასიკური ისა. ეგ იმიტომ რომ ძველი გაგვახსენოს. კი. ხო? ასევე არის ეხა ბარე მაგ кейსზე გეტყვი, რომ ეხა იყო ძალიან დიდი დავა, თანამედროვე მანქანებში, სადაც ღილაკები ამოიღეს და მე რაღაცა ძალიან ბევრი მომხმარებელმა და პრობლემა შექმნა რა და მე მეორე წელს გამოსულ რომელიღაცა ბრენდი იყო, მე აუცილებლად ჩავსვა, მოვიძიებ, ზუსტად ეხა აღარ გავიხსენე, მაგრამ ღილაკები დააბრუნეს ისევ რა, რაღაცა მინიმალურად მაგალითად, რავი, ფანჯრის აწევა დაწევა, რომ ღილაკზე იყოს, არა, ისევ სენსორზე, თაჩზე და ამ შემდეგ რა. აი, მარტივ იმას გეტყვი. ავტობუსში ადრე ბილეთებს ხო ვიღებდით და ეხლა არის ბარათით, ხო? წარმოგიდგენთ რომ ეგრევე ბარათების რო ჩაინაცვლებინათ, უფრო დიდი დისკომფორტი იქნებოდა. ამიტომ ის ბილეთების დატოვეს და ისის ჩაანაცვლეს და მე ნელა ამოიღეს. იგივე იქ ლოგოს დიზაინშიც იგივე იყო, იგივე სხვათა შორის დაემართა Apple-ის Newton-საც. ეგ ძალიან დიდი სიახლე იყო სხვათა შორის და შედარებული იყო Raymond Loewy-ს MAIA-სთან, ამ მეთოდთან, რომელიც ეხლაც მუშაობს. ანუ არა დიზაინერმა შეიძლება ინდუსტრიული დიზაინიდან ერთ-ერთი ეგ ისწავლოს, აი პრინციპი. ახლა საუბარი Apple-ის პირველ ლოგოზე, ხო? მე არა, Apple-ის არა. Newton იყო ესეთი გაჯეტი, სადაც კალმით 97-96 Steve Jobs-ი მგონი მაგდროს არ იყო ჯერ. თუ 95-ში არ მახსოვს. მე ეგეც ვნახოთ Newton-ის გაჯეტი და მოუხერხებელიც იყო დიზაინი, დიდი იყო, თან თითით არ იყო, კალმით იყო, მაგრამ ერთ-ერთი რამ იყო ესე დიდი სიახლე იყო ეგ. მაგრამ Steve Jobs-მა რა გააკეთა, ნახეთ? iPhone-ამდე შექმნა iPod-ი. ანუ touch-ს და იმას მიაჩვია. ანუ ეგრევე iPhone-ი არ გამოსულა. ეგეც იმ პრინციპის ის არის, ნენილა გადავიდა. ხო, თან მაგ ეპოქაში როგორც მახსოვს, უკვე სხვა smartphone-ებსაც ჰქონდა touch-ები, ოღონდ კომბინირებული. ანუ რაღაც რამდენიმე ღილაკი ჰქონდა touch-ზე და ძირითადად მაინც კლავიატურით შემოიფარგლებოდა ხოლმე და რაღაცა touch-თან შეხებულობა მეტნაკლებად ჩამოყალიბებული იყო საზოგადოებაში რაღაც წლები განსაკუთრებით. მე მგონი BlackBerry-საც ჰქონდა ეგ, Nokia-საც და რაღაც რამდენიმე მასიურად არ იყო. მასიურად არა ხო, მაგრამ ჩაშვებული იყო მეტნაკლებად მაინც. Apple არის ყოჩაღი იმაში, რომ hardware-ი შეუძლია გადააქციოს აქსესუარად და სატრიპაჩო რაღაცად. ხო, ეს რაღაც ძალიან მარკეტინგში ცალკე განიხილავენ ხოლმე Steve Jobs-ის გამოსვლებს და მის, რა ვიცი, კამპანიებს და ხო. ჩემი აზრით, Steve Jobs-ი იყო, ჩემი აზრით კი არა, ისედაც აქვს ბევრი პატენტიც აქვს და Jonathan Ive-თან ერთად მუშაობდა. ეგ იყო დიზაინერი. კი. ანუ ჩვეულებრივ დიზაინერის ყველა კომპოზიციაც იცოდა, ანუ ყველა უნარი ჰქონდა ხატვის გარდა. ანუ ის ხატვა არ შეეძლო, თორემ თვითონ აძევდა მითებებს, ასევე იყო ესეთი ძელვადიანი ხედვა ჰქონდა.
ესა უნარების ტოტემი გაგიგია? უნარების ტოტემი ესე ჩემთვის დავალაგე, ესე უნარები რა, რაღაცეები. ნუ ტოტემი გაგიგია და ეს უნარების ის არის ხელშესახები უნარები. ხელშესახები არის ხატვა, კოდინგი, ხისტლა, კერვა, ანუ რაც პრაქტიკულად შეგიძლია ამის კონსტრუირება და ასე შემდეგ. შემდეგი ცალკე პლასტი არის კონცეპტუალური უნარები, სადაც შეგიძლია რაღაც კონცეპტები შექმნა და ის იდეები რაღაც. შემდეგი არის ცალკე სადაც არის ემპათია, ხალხის მართვა და ასე შემდეგ, ანუ ცოტა ესეთი სოციალური უნარები. ზოგ დიზაინერს ისა ეგ რაღაცა ისტორიიდან ვიცით ყველა სტივ ჯობსის ბევრი გამოსვლა გვაქვს ნახეთ, ან ეს უახლესი ისტორია ხო, ეს ყველა რაღაცა ამდენიმე ათეული და ასეული წლის წინანდელი ამბავი, ხო? თუმცა რა დადის სტივ ვოზნიაკი და იძახის რომ ყველაფერი ჩემი მოგონილი იყო და სტივ ვოზნიაკი ზუსტად ის იყო, ანუ პრაქტიკოსი იყო, ვისაც შეეძლო ის შექმნა. ხო. და ხა სტივ ვოზნიაკს რა თქმა უნდა არავინ არ უკარგავს, მართლა მაგის იყო და არც სტივ ჯობს უთქვიაოდ ეს მე რომ ჩემი შექმნილია ეს ტექნიკური მხარე, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ბირთვი სტივ ჯობსი იყო იმ კომპანიისთვის ყოველთვის რა. ეს რაღაცა ნათლად არის, რა ვიცი, ბევრი кейსი არის მაგის, რომ მაგის დამაჯერებლობა თამამად თქვათ, მოკლედ ეგ ყველაფერი. ხო, ეხლა უყურე, შენ მოდი შენ ნაწილზეც დავბრუნდეთ, ანუ ამ და მე პარალელურად კიდე შევეხოთ ხოლმე ამ რაღაცებს. უნივერსიტეტში ჩამოგიყალიბდა სიყვარული ამ დარგთან მიმართებაში და აი საქართველოს პერსპექტივაში ხა როგორ რამდენად მოთხოვნადია ეს დარგი და რამდენად იყენებენ ზოგადად, რამდენად საჭიროებს პირობითად საქართველოში არსებობს თუ ესეთი კომპანიები, რომლებიც ხშირად მოგმართავენ პირობითად სხვა საკითხებზე ან ზოგადად ფიქრობენ ესეთიურ მხარეებზე ან ზოგადად ამ ინდუსტრიული დიზაინის ნაწილზე და როლზე. ხო, მოდი იმით დავიწყებ, რომ ის რო წარმოიდგინო სიმულაცია რო არის მზე რომ მიდის ესე და გარშემო სპირალურად პლანეტები რო დაყვებინ ეგ ვიდეო ნანახი აქვს, ხო? ხო, ჩემთვის ეს ინდუსტრიული დიზაინი აი მზე ეგ არის, მაგრამ მომიწია მუშაობა მიმს მომიჯნავე იმეებში, ხო, ფაბლებში რაღაცა ტექნიკოსად, ან რაღაცა ხატვა, ან შეიძლება რაღაც ყალიბში რაღაცა ქანდაკება, ან დიზაინი რაღაცა. ხო, ან ლოგოს დიზაინი, ანუ მის მომიჯნავეები, მაგრამ მიზიდულობა იქით მაქვს, ხო, ზოგჯერ იქ მომიწია, მქონია რომ მაგალითად თბილავიანში მიმუშავია სულთან სამრეწველო დიზაინერად, ზოგიერთი ეს გარეთ დაკვეთა ესეთი hardware-ის მიმართულებით, ასევე საქართველოშიც იყო სამრეწველო დიზაინით. ბოლოს ერთ-ერთი საინტერესო თანამშრომლობა იყო კომპანია ალესისთან, ალესი არის იტალიური ჭურჭლის კომპანია და სხვადასხვა ის ლიმონის საწური არის კომპანია ალესის და ისეთი ჭურჭელს აწარმოებს მაგალითად ჭურჭელში ალესი არის როგორც smartphone-ებში Apple. ცოტა ისეთი გატრიპაჩებული ჭიქები და რაღაცებიც აქვს, სადაც ისა უბრალოდ რომელიც შეიძლება $200 ღირდეს ერთი ჭიქა და მე რო ალესის ის დაგუგლო აი ცნობილი ხელები რო არის ბოთლის სახსნელი, ხო, სახე და ხელები, ეგეც ალესის არის. ოღონდ მან ესე თანამშრომლობა მე შემდეგ პროექტი გაკეთდა, მაგრამ აღარ გაგრძელდა რაღაც მიზეზების გამო, უკვე აქვთ იმათ ბევრი პროექტი. ამიტომ ესე ხშირი დაკვეთები არ არის, მაგრამ მომიჯნავე გრაფიკულ დიზაინში მქონია, ან შეიძლება მაკეტში, ან შეიძლება VR-ის მიმართულებით VR მომსახურება, სადაც 3D საჭირო, ან 3D პრინტერების მიმართულებით. მაგრამ საქართველოს არ არის ინდუსტრიული ქვეყანა, საქართველოს არ აწარმოებს არც ასანტს, არც ავტომობილს, ხო? ლურსმანს-საც არ აწარმოებს, ამიტომ სამრეწველო დიზაინერს სჭირდება მრეწველობა. მაგრამ უნდა იყოს ადამიანი მოქნილი, ხო? იქაც შეეძლოს გაკეთება, იქაც შეეძლოს, ხო? ოღონდ ხო, ბევრი თლიან გრაფიკულ დიზაინში გადავიდა, საკმაოდ ისეთი კარგი პროფესიონალი. ზოგი უბრუნდება ხოლმე ისე. რაღაც პერიოდი ყველაფერს გრაფიკულ დიზაინს ეძახდეთ საქართველოში და. ხო, აი ჩვენ ბავშვობაში მოდაში იყო თავიდან თუ გახსოვს დიზაინერზე ახსენდებოდათ მოდის დიზაინერი ეგრევე დასაცმელი, სამოსი. და ვიღაც. ეგ ავთანილი. შემდეგ იყო გრაფიკულ დიზაინი, ახლა UI UX-ია. ხო, ახლა UX-ზე ცოტა ის არის რაღაცა. ის მიმირო არის, აი ეს ვალჰესინგიდან. ზევიდან რო უყურებენ ეს დიზაინერს. ეგ მომენტი გაიჩნდა, მაგრამ ეხლა მე მგონი რაღაცები ლაგდება რაღაც. ხო, UI UX-იდან UX-ი არის საერთო ინდუსტრიულ დიზაინსა და UI UX დიზაინერ შორის. UI უკვე ის მიჯნა არის რაღაცა, ხო?
ეხლა წეგან ახსენე შენ ქარხნები და წარმოების ნაწილი რა და შენი აზრით ანუ ასე ვთქვათ ქვეყნის პერსპექტივაში განიხილო და მათ შორის რეგიონის ნაწილი, იმიტომ რომ ხა წარმოების თემა პირდაპირ დაკავშირებული არის ქვეყნის ზომასთან, მოთხოვნასთან და ბევრ რაღაცეებთან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში უკვე შეიძლება რომ საერთოდ არ ყიდეს შენ ქვეყანაში და თავიდან ბოლომდე ექსპორტზე იყო დამოკიდებული, მაგრამ აქ კიდე გიცვლის ძალიან ბევრ რაღაცას რომ ნედლეული შეიძლება რომ შემოიტანო, ამავდროულად და ამავდროულად. შენი აზრით რაღაცა არსებობს ისეთი დარგი ან მიმართულება ან ისეთი პროდუქტი, რომელიც წარმოებაც საქართველოში ბევრად უფრო იაფი დაჯდება და რაღაცა კონკურენტუნარიანი იქნება რაღაცა კონკრეტული ევროპის ნახევარი, რა ვიცი, ევროპისთვის ან რა ვიცი, აზიის ქვეყნებისთვის. თავარია დავიწყოთ ნებისმიერი რაღაცის წარმოება. ანუ არ არის აუცილებელი ავტომობილს აწარმოებდე. შეიძლება ფურცელს ეს ფურცელიც შემოდის, ხო? ფურცელი, არ ვიცი, ჭიქა, კერამიკოსები კიდე ესე აკეთებენ, მაგრამ ესე მასიურად ფეც მათ შორის, ხო, როგორც ვიცი. ავეჯი რაღაცები მუშაობს, მაგრამ ისეთი რაღაცა რომ აი ქართული ფურცელი ან ჩაქუჩის დიზაინი და ეგენ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ თან მეორე არის კიდე ამას როგორ გააკეთებენ. ყოფილა დაკვეთები რომ აი ბოთლის სახსნელის დიზაინი უნდა და ერთ ჩემ ნაცნობს, საგოდ ისეთი მოტივირებული იყო, მაგრამ რაღაცა ბევრს ერთს უნდა და ქართული ესეთი ბლუთუზიანი დინამიკი, მაგრამ ბოლოს მიდის იქამდე რომ ისეთი ხარისხით ვერ გამოდის ან მაინც რაღაც ისეთ ქვეყნებში, მალაიზიაში ან ჩინეთში უნდა გააკეთოს მოლდი, ხო? აი ამ კალამსაც აქ ვერ გააკეთებ. ხო, ამას მთელი დიდი საწარმოო ხაზი ჭირდება, ხო? ამიტომ საჭირო არის რესურსების ან ყურადღების მიმართვა ამისკენ, ხო? ხოდა მაშინ მოდი უფრო ისე ავიღოთ რა, რომ პირობით ამის შექმნის შემთხვევაში ქვეყანას რა სარგებელი ექნება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მე მგონია რომ რაღაც მომენტში იგივე რაღაცის გამო, რადგანაც ვერ ხვდებიან რა მიზნები შეიძლება ქონდეს ან რა შედეგები შეიძლება ქონდეს, პრიორიტეტად არ მიიჩნევენ ხოლმე ზოგადად თუნდაც წარმოების განვითარებას, თუნდაც ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას ქვეყანაში, იმიტომ რომ იაფად ყიდულობენ, კი, იაფად ყიდულობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში პერსპექტივის ამბავში აი მე ხშირად ვიცახ ხოლმე რომ Netflix-ი ხო რა არის სტრიმინგ პლატფორმა არის, ხო? კი არ ვაკრინებ, მაგრამ მაინც მისი ადგილსამყოფელი სად იქნება რომელ ქვეყანაში, ხო? დიდად მნიშვნელოვანი არ არის, ხო? გლობალური პროდუქტია, ისევე შეიძლება რომ ბევრი ეგეთი ციფრული პროდუქტი შექმნა ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სად ყიდი, შეგიძლია მთელ მსოფლიოს მიაწვინონ ხმა, გაყიდონ მთელ მსოფლიოში ივაჭრო და სამაგიეროდ ერთი ეგეთი კომპანიის შექმნაც კი საქართველოს ბიუჯეტს მინიმუმ 50-60%-ით ცდის. ერთ კომპანიაზეა საუბარი აქ. ანუ დაახლოებით, კარგ შემთხვევაში აორმაგებს კიდევაც რა. მაგას ერთ რაღაცას შენს ნათქვამს კიდე რაღაცას მივშევბატებ. პლუს მაგას აქვს, როგორც კლასში საგაკეთებო პროცესში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ბავშვი, რომელიც ისეთ პროექტს გააკეთებენ და სხვებს უნდებათ, ან შეიძლება ასევე შეიძლება ქვეყანაში 1-2 ესეთი შემთხვევა, როცა აი ქართულ სტარტაპ სივრცეში ყოფილა, ხო? რაღაცები გაჩნდნენ, რომ იქით გადავიდნენ კალიფორნია რაღაცა და ეგრევე დაიწყო გინდება. ეგეთი მოხდა ესტონეთში, Skype-ი გაჩნდა და უცებ ბოლო რაღაცები გაჩნდა. ბოლო რამდენიმე კვირის წინ დახურა მთელი ის და მაგრამ სამაგიეროდ აი რაც შენახსენე Skype-მა ძალიან დიდი გავლენა იქონია ესტონეთში ახალგაზრდების განვითარებაში სტარტაპ იმიტომ რომ თერი ანუ ის იყო მიბმა მქონდა სკოლებისგან და კოლეჯებისგან სტაჟირების პროგრამები ძალიან ხშირი და მთელი ამბავი და მოკლედ Skype-მა თავისი როლი ძალიან მაგად შეასრულა ესტონეთში და ბევრი უნიკორნ სტარტაპის ფლობელი არის დღესდღეობით ხო? ხო არის როგორც ადამიანი ისე ქვეყანა არ იყოს მხოლოდ მომხმარებელი ანუ რაღაცა შექმნას და მოკლედ ქვეყანამაც და ადამიანებს უნდა დაიმსახუროს არსებობა. ხო, ანუ რაღაცით არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა კარგი რაღაც უნდა გააკეთოს. წეგა როგორც თუ გინდათ ფურცელიც, ხო? რაღაცა ვატმანის ანის რაღაც ფურცელი რატომ უნდა შემოდიოდეს, ხო? ხო შეიძლება მსგავსი რაღაც იყოს. ხო, ამ დროსთან ხედყით მდიდრები ვართ და გადის ხედყი აქეთ. წეგა რაც ვთქვი, ციფრულები კიდე მუშაობს, იმიტომ რომ კი. და ეგ სხვა შორის ძალიან კაია, რომ ეს სტარტაპ ეკოსისტემაც აი 2017-16 წლიდან უფრო 14-დან რაღაცები დაიწყო, ბიზნესი და ვიღაცები თავისი ჩვებოდნენ, მაგრამ ეს ეკოსისტემა რო დაარქვა, ალბათ 16-17 წელი იქნება ყველაზე რეალისტური, რა დროშიც რაღაცა ბევრმა ტექ კომპანიამ და სტარტაპმა ჩაეყარა საფუძველი რა და მეც მაშინ ვიღაცები ცოტა ადრე ჩაერთვნენ 2014. კი. 16, არა, უბრალოდ 2015 იყო.
პირველი ჰაკათონი, სადაც ჩავერთი და ჰაკათონი არ ვიცოდი რა იყო. თან დიზაინერისთვის, სამრეწველო დიზაინერისთვის ჰაკათონი უცხო იყო და თან ელექტროინჟინერებთან პირველად მოგვიწია შეხება. იმათ უკვირდა თუ არა, მაგრამ ხატავთ რაღაცებს როგორ კონსტრუქციებს აგეთ, ჩვენ გვიკვირდა იმ ელექტროინჟინერის კომპონენტებს რა მაგრა იყენებდნენ და ანუ ის იყო მაგათაც ის ანტრეპრენერობა და ეს მიმართულება, საერთოდ ელექტროინჟინერია ან სხვა პროფესიები, ესენი რა არის? ეს ეგ იყო გარაჟ 48. კი, კი. 2015-ში იყო, სანამ ტექნოპარკი კი და ძალიან გარაჟმაცა. თუ მაშინ გაიხსნა. ხო და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე მომხმარებელსაც პირობითად. მომხმარებელს კი არა, რა ვიცი, ტრეინინგებზე ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, ნებისმიერ ადამიანს, რომ აი ჰაკათონებში მონაწილეობა არის ძალიან მაგარი რაღაც. კონკურსები და ჰაკათონები, იმიტომ რომ იქ გიცნობ მინიმუმ შენერეთ მიზანდასახულ ბავშვს პირობითად ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს, ხა? იმიტომ სასულებით იყენებ ჰაკათონებში მონაწილეობას და შემდეგ და იცნობ სხვა მიმართულების პროფესიის ადამიანებს, ან მუშაობთ რაღაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე, ტექნიკურად რაღაცას ღირებულს ქმნით პირობითად და ამ სამუშაო პროცესში ხშირად აი 2015-16 წლის ჰაკათონებზე ძალიან ბევრი კომპანია გაშენილა მე დღეს აი ხა რომ ვიცი ოჯახებიც და კომპანიებიც და მთელი ამბავი ერთ შექმნილი და ძალიან მაგრად განავითარა მოკეთ ამ ჰაკათონებმა და მისმა როლმა ზოგადად აი ამ ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ხა მაგალითად ჩვენც დავიწყეთ უნივერსიტეტში თანერგვა რომ მეწარმეობას ეს ანტრეპრენერშიპი სადაც უფრო ბიზნესი გადიოდა ხოლმე მარტო. ეხა უფრო მეტად მრავალ მხრივ საინტერესო რო გამختارიყო უფრო და ტექნიკურადაც უფრო გაუმჯობესებული, საშუალება აქვს რომ როგორც დიზაინის, ისევე კომპიუტერული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებმაც გაიარონ და რაღაც ერთობლივად პირველად უფრო საინტერესო პროდუქტებს დებენ ხოლმე საბოლოო ჯამში, ვიდრე მხოლოდ ბიზნესის სტუდენტი იქნებოდა. იმისი ფიქრის გზა სხვანაირია, ხო, და ესენი ეხლა ჩვენც ერთად რო დავიწყოთ, შენი გამოცდილება საერთოდ სხვა არის, დიზაინთან ხარ, მაგრამ კიდე აქ ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებთ, ხო? ზოგადად სანამ დავიწყებდით, კიდე აღფრთოვანდი. შარშან ჩემი სტუდენტებიც ყავდნენ აქ და ისინიც აღფრთოვანდნენ, რა ისეთი ჩვენც გვინდა და ასე შემდეგ. და ამიტომ ერთობლივი მუშაობა, ესეთ კოლაბორაციული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. თან კონკურსი და ჰაკათონი, იმიტომ რომ ეს არის სპრინტივით არის, რომ ერთ კარგი ციგნის წაკითხვას ჯობია ხოლმე ერთი 3 დღიანი ესეთი, ანუ უბრალოდ 2 დღიანი ესეთ ჰაკათონში მონაწილეობა ამ მაგ თემაზე, ხო? კი, мотиваციისთვის განსაკუთრებით მაგარია. შეძენილი მეგობრები, კონტაქტები, ნაცნობები, თემები, რომლებიც ახლიდან გაიგე და თან გამოცდილება, რომელსაც ძალიან ესე პრაქტიკულად აგროვებ, პრაქტიკულ თეორიულად, იმიტომ რომ ჰაკათონები მოიცავს ხოლმე თეორიულ ტრეინინგებსაც და ბევრ მენტორებსაც და ამ შემდეგ. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. ოკეი. ხო და იმის თქმა უნდა საბოლოო ჯამში რომ ესეთი კომპანიების გაჩენა ქვეყნის ეკონომიკას, ანუ მე რო გავაკეთო, ან შე რო გავაკეთო ეგ კომპანია, ნებისმიერმა სხვამ, ხო? საბოლოო ჯამში ეს აისახება ჩემზეც და ქვეყნის ნებისმიერ მოსახლეზეც, ხო? იმიტომ რომ ბიუჯეტში შესული გაორმაგებული თანხა ნიშნავს გაორმაგებულ ჯანდაცვას, განათლებას, ეკონომიკას, რაო, ინფრასტრუქტურას და ბევრ კარგ რაღაცას, ხო? ეს ეგ არის პირდაპირ პროპორციული არის. მაგასთან რო დავნებო, კიდე არის სიამაყის განცდა, რომ ეს აქ არის დამზადებული, აქ არის დაპროექტებული, ხო? ძალიან ხშირად იყო ხოლმე ხო დამზადებული საქართველოში რაღაც ამას რო აპიარებდნენ რა, მაგრამ ძალიან გამიხარდება რომ რეალური კარგი кейსები ვნახოთ იმის მიხედვით რომ მაგ პროცესში მე მგონი რამდენიმე ფაბრიკა ტანსაცმლის და ასე შემდეგ არის რომელიც მაგალითად ვიცი რომ PSG-ს და სხვა რაღაც დიდი გუნდების სპორტულ ტანსაცმლის რაღაცებს კერავენ. ეხა ეგ ძალიან მაგარია. ნუ რაღაც მინიმუმ ეგეთი რაღაცები რომ დაიწყო და ჩაისახა, ეგ რაღაც ბედნიერებაა, მაგრამ ვისურვებდი უფრო აი ამ მიმართულებითაც რაღაცა ტექნოლოგიური ან საწარმოო სხვანაირი ხაზით რომ გამთარებულიყო. ოკეი, დაუბრუნდეთ მოდი შენ ამბავს რა, როგორ გამვითარდა, როგორ განავითარა, ანუ კარიერის დაწყებაში კი გითხარი საბოლოო ჯამში, მაგრამ ეხა გამოჩნდა AI ხელსაწყოები, ხო? ამაზე ისევე როგორც მაგალითად აღვნიშნე რომ ხალხს შენს აღნიშნე პრინციპში რომ შიში აქვს სიახლის და ეს ან ბუნებრივი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაღაცა განსხვავებულია და რა თქმა უნდა ჩვენ ისტორიულად ამის გამოცდილება გვაქვს, როგორც პირობითად ფოტოგრაფებმა წაართვეს ფერწერებს საქმე, ისე შეიძლება რომ AI-მ წაართვას ვიღაცებს საქმე, მაგრამ ეს ხო რაღაცნაირად ცვლადი არის ხოლმე, იმიტომ რომ ეს პროფესიები როცა ქრება, ეხლა ნახე რაღაც სტატისტიკა რომ დაახლოებით 2030 წლისთვის 84 სხვა მიმართულება გაქრება. ნენელა დაიწყებს ქრობას, ხო? ყველა ქვეყანაში ერთდროულად არ ხდება რაღაც პროცესია, ხო? მაგრამ სამაგიეროდ 117 ახალი ჩდება, ახლა 117 ახალი მიმართულება, ხო? ხო და
ამ საკითხს როგორ უყურებ შენ საერთოდ AI-ის გამოჩენას და ამ მეორე მხარის კრიტიკას ამ AI-ის მიმართებაში? ხო, ესეც ის არის სიახლის შიში, იმიტომ რომ ნაცნობი დაცულობას ქმნის ადამიანის ტვინში, ხო? თან ის არის, რაც უფრო ასაკში შედის, ადამიანს ემართება კიდევ უფრო დაცულობა, ხო? რაღაც. ეს კომფორტის ზონაა, კი. ხო, ერთგვარი. ხო. და აი მგონი წინა გადაცემაში ახსენეთ და მეც მithkoms ეგ რომ აი ეს Adobe-ს პროგრამების შექმნა მათ გამოიწვია დიზაინერებში შიში რომ აი მე ხო რა არქიტექტორებში მათ შორის ვინც ხელზე ADB რო შეიქმნა ADB. ჩაგვანაცვლებს როგორ ხაზოთ ხო არა და ეხლა Photoshop-ს Illustrator-ს ამას ყველა იყენებს ხო ჩვეულებრივი გახდა ხელსაწყო გახდა ეგეთი გახდება AI-ც ანუ ჩვეულებრივი ესეთი გახდება როგორც ეხლა კამერებია ჩართული და არ ვამბობთ იმაზე ხო ის კამერაა ან პროექტორზე ხო არ ვამბობთ ან მიკროფონზე ეს მიკროფონია ან ჩვეულებრივი ის გახდა გადაიზარდა ოღონდ დიდი ის აქვს უფრო AI-ის დიდი თან უფრო მასშტაბი ხო დაფარვის მასშტაბი და შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ხო ჯერ კიდევ არ ვიცით მაგრამ AI-ის წარმომადგენლები ხო OpenAI-ის დირექტორი წერს ხოლმე ძალიან ხშირად რომ ჯერჯერობით მაინც წაგებაზე მუშაობენ რა ეს ბჭყალებში რო თქვა წაგებაზე ნიშნავს რომ იმდენად დიდი ენერგია იხარჯება ჯერჯერობით მის გაგრილებაზე მის შენახვაზე და ერთი ნამუშევრის დაგენერებაზე მის დილობიან პასუხზე ხო მის დილობიან პასუხზე და თქვა რომ მადლობას რო უხდითო მაგაშია რაღაცა 100 ტონა თუ რაღაც პირობით 100 ლიტრი წყალი იჭირდება რომ ეგ მადლობა გადაამუშავოსო რა და მაგრამ კაია რომ მოუხადეთ იმიტომ რომ ადამიანი და ჰუმანური გახდესო რა და ისა რა ქვია ჯერჯერობით მაინც ადამიანი რჩება უფრო დაბალანსებული თავისი რა ქვია საწვავის აი საჭმელი რაღაცები რო ჩავთვალოთ და თავისი გამოღებული შრომის რო ბალანსირების ამბავში ვიძახი რა ანუ ChatGPT-ის ერთი ადამიანი რო შეადარო ChatGPT-ის იგივე საქმეში ChatGPT-ის უფრო მეტი ხარჯი აქვს ვიდრე ერთ ადამიანს ანუ მაგას გულისხმობ რა ჯერჯერობით იმიტომ რომ რაღაცა უფრო ბალანსებული არსებები ვართ და მაგას თავი დავანებოთ ეხა ჩდება ყველაზე უფრო მეტად საშიში ვიდრე ეს ჩატბოტი არის რობოტიკაში AI-ის გამოყენება და ბევრმა კომპანიამ დაიწყო ფიზიკურ რობოტებზეა საუბარი ხო ეს ფიზიკური რობოტები კიდე ბევრ რაღაცას შეცვლის იმიტომ რომ ფიზიკური რობოტები შეცვლის ყველანაირ ფიზიკურ საქმეს ამ ფიზიკურ შრომას ეს თან ის არის მე ეგ იმით არის კიდე საშიში რომ ადამიანის ფიზიკურ სამყაროს ეხება და ადამიანს რამე არ დაუშავოს ახლა ის ციფრული ვერ ეხება ხო თან ისეთი საშიში არ ჩანს, მაგრამ ფიზიკური რობოტი რომ რაღაცა და არასდროს მოიქნიოს ხელი, ან რაღაც ბევრი რაღაც, ხო? აურიოს რაღაცა. ან აურიოს გამოსდოს. ცის ამოფქვევაზე მაგნიტური რაღაც მოხდეს და ელექტროობა გაითიშოს, არ ვიცი. ხო, მაგრამ სამოჯამში ისე მიდის აი ამ ტექნოლოგიების განვითარება AI-სთან ერთად, რომ ადამიანებს მხოლოდ ინტელექტუალური საქმიანობით შეძლებენ რაღაც რესურს გამომუშავებას თანხების, იმიტომ რომ ფიზიკური შრომა ერთგვარ თან რისკიც არის და ფიზიკურ შრომას მაგალითად ვინც მაღაროში მუშაობს, ვინც მშენებლობაზე მუშაობს და შემდეგ თავისი რისკი აქვს, რომ ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ხო? ამის გარდა ფიზიკურად ვინც შრომობს, მეხანძრეები და შემდეგ, ხო? ამის გარდა ფიზიკურად ვინც შრომობს, რა თქმა უნდა, ეს ფიზიკური შრომა ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, უფრო ახალგაზრდა ასაკებში იხოცებიან ხოლმე ეს ადამიანები, ხო? აი ამ თვალსაზრისით ამ იმის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ეგეთი ჩანაცვლება მოხდეს ადამიანებისთვის გასამარტივებლად რაღაც საქმიანობის, მაგრამ თავარია რომ აი ადამიანების როლი არ დაიკარგოს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესოა თანამედროვე პროფესიების დაუფლება და საინტერესოა ერთად აუცილებელიც, იმიტომ რომ აი წეგან აღნიშნე, რომ ეს არის რაღაცნაირად გარდამავალი ეტაპი დროის საკითხი, იმიტომ რომ ბიზნესს ყოველთვის ურჩევნია, რომ იაფი მუშახელი ყავდეს, ვიდრე ადამიანი, რომელიც შეიძლება გაცივდეს სამსახურში არ მოვიდეს 6 საათამდე იმუშაოს და ამავდროულად რა. ხო, კითხვა? აი შენას ფიქრობ ამ ყველაფერზე. როგორ უყურებ? ერთი არის რომ ეს აი ხო გამახსენდა. სიახლე შიშს იწვევს, მაგრამ უნდა ის არის ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ ეგ არის. გამოხვიდე კომფორტის კი, გინდ დიზაინერები და გინდ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა რაღაც უნდა ცადოს, გატესტოს, ხო? ბევრი რაღაც მეც ახლა მოსინჯვის ეტაპზე ვარ, არ ვარ AI-ის სპეციალისტი, ისე ზუსტად ვერ გეტყვი რაღაცებს, მაგრამ ესე აქტიურად რასაც ვიყენებ, ერთად ჩვენც იყენებ მაგ პლატფორმებს. მეც ესე გამიმარტივებდა ესკიზების კეთებაშიც, ხო? 10 ესკიზს თუ ვაკეთებ რაღაცას,
100 გავაკეთებინებ იგივე დროში. ხო, მაგრამ მე ავარჩევ მაინც მაქედან. კი. მე გამიტესტია ერგონომიკა რაღაც ნივთის ChatGPT-ს ვატესტინებდი, მაგრამ ჯერ ვერ ხვდება რაღაცას რომ ვაძლევდი ფოტოს, შემდეგ სარკისებურად ვაძლევდი, რაღაც გარჩევა ჯერჯერობით უჭერს. მაგალითად ის სკამი რამდენად ერგონომიულია რა ნივთებით დამზადდება, როგორ მოკლედ ძირთადად ესე ეკითხები. ხო და რაც ესეთი ინტერნეტს ქონდა, ხო, ეგეთი ეფექტი დიდი. თან ჩვენი ტვინიც და ინტერნეტის ტვინი ზოგჯერ ყოფილა ესეთი კვლევები, ყოფილა კი არა არის კვლევები. რაღაცას როცა scroll-out ან კითხულობ ან ინტერნეტში ეძებ და მე ერთი კვირის შემდეგ რაღაცებს საუბრობ იმ თემებზე. ზუსტად ადამიანს არ ახსოვს ეს თვითონ მოაფიქრდა თუ ინტერნეტში იყო, იმიტომ რომ twin-ში როგორც არის ესეთი ნახტომები, რაღაცა ინტერნეტში ესე შეეზრდება ხოლმე და ინტერნეტში ამოიკითხავთ თუ თვითონ თქვა თითქოს ერთი ნაწილი ხდება და ამას AI დაუმატე კიდე და ანუ ჩვენი twin-ის გაგრძელებას უფრო უყურებ ვიდრე იმას. ძალიან საფრთხეს ხო რაღაცა. ხო. ну რა რაღაცები არის ახლა. ხო, ყველა გადაცემაში მაქვს ხოლმე ამას საუბარი, იმიტომ რომ აი რა მიმართულების სტუმარიც არ მომყავდეს, ყველა ინდუსტრიაში შეჭრილი არის AI. უფრო პროგრამისტებთან არის. პროგრამისტებთან ხო და დიზაინერებთანაც მე მგონი, ხო? იმიტომ რომ ეხლა მაგალითად Sora თუ გაგტესტია, როგორც ფოტო ისე ვიდეო გენერაციით, არა მხოლოდ Sora, Runway-ია და კიდე ძალიან ბევრი ეგეთი პროდუქტი, რომელიც ვიდეოსაც აგენერირებს. ვიდეო ცოტა რთულია. რთულია, კი, მაგრამ ეხლა რაღაცა ეტაპზე ისეც შვება, რომ მე მგონია რომ როგორც ფოტო დაიწყო 2-3 წლის წინ და ეხლა ძალიან კარგ ხარისხში შეუძლია დამუშავა, მათ შორის თუ გახსოვს შენ, თითებს ვერ აკეთებდა ხოლმე საერთოდ. კი, 6 თითი და 10 თითი და 2 თითი ხანდახან და ერთმანეთში გადახლა რთული და შემდეგ. და ეხლა მე მგონია ეგ პრობლემა საერთოდ აღარ აქვს რა. მაგრამ მანდ არის ის, რომ ანუ ყალბი ინფორმაციის დონე მოიმატებს და უკვე არის მაგას ძალიან ბევრი, რომ მაგალითად deepfake-ების ხარისხიც გაუმჯობეს და მე ეს ვიღაცები აი ეს კამერები და ისინი ვინც იყვნენ კიდე უფრო გაუმარტივდათ მათ საქმიანობა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ fake account-ები, fake ფოტოები, პროფილები, რაღაცები დააგენერირონ, მათ შორის ტექსტები, პოსტები და შემდეგ და ძალიან მარტივად შექმნან ესეთი fake account-ი, რის მეშვეობითაც მარტივად გამოიმუშავებენ ადამიანების ნდობას, ხო? ხო, აი თავარია შეიქმნას ამ AI-ით გაკეთებული ინფორმაციის არის შექმნილი რაღაცები გამშიფრებული. როგორც არის დრონი არის, საბრძოლო დრონი და ანტიდრონები მუშაობენ, ხო? ანუ ამაგის აწონასწორებს ამას. მანდაც ეს საჭიროა, თორე უფრო დიდი პრობლემა. ადრე ხო ინფორმაციის ნაკლებობა იყო პრობლემა. ციგნებში ეძებდნენ ენციკლოპედიებში იმან თქვა, იმან თან საბჭოთა კავშირის დროს რაღაცის დიზაინი, რაღაც ფურცლებზე, ნაგლეჯებზე იყო ზოგჯერ ჟურნალში ნახა და იშვიათი იყო, ხო, ეს ინფორმაციის გაცვლა. ახლა პირიქით ინფორმაციის სიჭარბეა, ინტერნეტმა მოიტანა, ხო? და fake news-ებიც გაიცა ბევრია და დიზაინში ინტერნეტმა მოიტანა იმას ჯვარედინი დამტვერვა, ანუ იდეების ჯვარედინი დამტვერვა ზეძახი. სადაც უფრო მაგალითად რაღაცა იდეა რომ მოგივიდა სად ამოგიტივდი და სად ჩასკროლეს, რად ნახე ან შენ ნამუშევარი. და მე ვიღაცამ შეიძლება მოგიდავოს, რომ იცი ჩემსაც გავს ეს დიზაინი და მომპარა იდეა რაღაცა. ხო, მე მინახავს ჩემი რაღაც საათი დავხატე, რომელიც არსად არ დამედია, მეორე მესამე კურსზე იყო მგონი. როგორი იყო, იცით? ციფერბლატი ესე რომ წარმოიდგინო, ხო აჩვენებს ისრებიანი რაღაცა მაგალითად 3 საათი რო არის ეს ხო სამკუთხედს შემოწერს და ეს სამკუთხედი ნათდებოდა. ეს დიდი ის არის რომ წავა სხვა სამკუთხედია და გეომეტრიული ფიგურა. სამკუთხედი და ოღონდ ნახატები მქონდა. ეგეთი არსებობს, ხო? უთო გავაკეთე ადრე რომ ხელს უშვებ და პირველი დიზაინ პროექტი იყო ეგ. ხელს უშვებ და ქრება თავის. არა, ხელს უშვებ, აიწონა დაიწონას უბრალოდ აი ესეთი პრინციპით, გადავა, ხელს აწევს და ცივზე გადაგორდება. ხო. მაგალითად. ანუ თუ დაგრჩა ან უცებ წახვედი. ხო, მაგრამ ეგეთი სხვა ფორმის, მაგრამ პრინციპი იგივე ვნახე. თავარი არის აი ეს აქტიურად გაცნობა. შენ შეხვდა სადმე და ეგ წამოვიდა იდეა თუ იმასაც სხვა გარემოში სხვა ვითარებაში მოვიდა აზრად და შენც სხვა ვითარებაში სხვა გარემოში. შეიძლება სხვა რაღაცაში მეც შემხვედრია ბევრი. ან მაგალითად რაღაც დიზაინს რო ქნი, დაუშვათ სკამის დიზაინს. სკამი ისეთი მაგალითია. ანუ სკამი სუიარსებებს რაღაცები რო გაქრეს ადამიანი საერთოდ აპოკალიფსი რომ მოხდეს სკამამდე მაინც მივა სწრაფად. მოგეთ თან ესეთი კაი ნიბუშია სკამის. სკამი შემიძლია მოგიყო ეს ეონერ გადაცემას დავარქვათ ეგეთი სკამია. არა, სკამია. ხო, მოგეთ. მაგალითად დიზაინს იწყებ რაღაცის პროექტირებას. ნუ დაათვალიერო რაღაცები, თუ
დაიწყო დიზაინი და არაფერი დაათვალიერო. თუ დაათვალიერებ, ყოველთვის გავლენა გექნება. იქნება, თუ არ დაათვალიერებ, შეიძლება მაგარი ვიღაცა გეჩვენო შენი თავი და თურმე ეგ არსებობს. ხო. ამიტომ რაღაც ეტაპებზე ჯობია ხოლმე რომ არ დაათვალიერო აკეთებ, მე რაღაც ეტაპზე ათვალიერებ და ბოლოს მაინც კომბინაცია გიწევს, მაინც უნდა გააკეთო ეგ. და ჯობია დაათვალიერო. ხო, აი მაგ ლოგიკით ნიშნავს, რომ შენ რეფერენსებს ნახულობ, ხო? რაღაც ბევრ სტილს ნახულობ, ბევრ ტექნიკურ მახასიათებლებს ნახულობ და მე შენ აი ამ ბევრი სტილის და ბევრი დიზაინის ნახვის შემდეგ შენ რაღაცა შენი შენებული წარმოდგენა გექმნება, ხო? ეს შეიძლება იყოს ერთგვარი მიქსი რამდენიმე ათეულის ან რამდენიმე ერთეული პროდუქტის. შეიძლება, ხო, ესეთი რაღაცა. და ეს დიზაინში ძალიან ჩვეულებრივი რაღაც არის. მარტო მიქსი თუა მაშინ AI რაღაცებს გააკეთებს, იმიტომ რომ ხო, აი მაგამდე მიქსი არ არის. მივიდიოდი, რომ მაშინ თუ ეგეთი რაღაც ძალიან ჩვეულებრივი და მიღებული ვითარება არის დიზაინის სამყაროში, რატომ შეიძლება გქონდეთ პრობლემა დიზაინერებს, როცა ChatGPT მის მიერ სტილს, ფერს, რაღაცა, რავი, შტრიხს პირობითად გამოიყენებს, მაგრამ არა მხოლოდ მას, არამედ შეიძლება ერთი 10-20 ადამიანის განსხვავებული სტილი გააერთიანოს და ყველამ თავისი იპოვოს იმ ერთ ნამუშევარში. ხო, ძირითადად მგონი ძალიან გადაცემაში იყო კონცეპტ არტს და არტყაო ძირითადად AI-ი და სადაც მანდ მნიშვნელოვანი არის უფრო თვითგამოხატვა. და დიზაინი უფრო ფართო არის რამ ხრივ. მარტო ხატვა ხო არ არის აქ მასალების არჩევა, დამკვეთთან კომუნიკაცია, ადამიანის ფაქტორის გათვალისწინება, ხო, ის რაღაც ფსიქოლოგიის გათვალისწინება, ანუ ამ ჯამში ერთი 5 ან 10 ან სხვადასხვა ფაქტ რაღაცებში AI ძალიან გეხმარება და ჯამურად ესე დიზაინერს და არქიტექტორს ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ არქიტექტორში ხაზველის რუტინას ანაცვლებს. ანუ რუტინული და თვლადი რაღაცები ადვილად ნაცვლდება, რაც გვეზარება, ან დროს გვიზოგავს, ხო? აი მაგალითად ბიბლიოთეკებში ხო გინახავს და ეხლაც არიან და ზოგჯერ ვიდეოარ ხოლმე. აი დიდ წიგნს რო დაიდებენ და იქ ეძებს ხალხი, მეც მიჩეულე იქ ის რაღაცა. ის PDF-ს რაღაცა წიგნი რა თუ არსებობს PDF-ი, ChatGPT-ს ჩაუგდებ, გაანალიზებს და იქიდან მარტივად შეიძლება. კითხვებით, ხო, გადაფუცლები არ მოგიწევს. და ოკეი, ბოლო ნაწილი უფრო მაინტერესებს პასუხისგებლობის ამბავში. როგორც ფიქრობ, ანუ დიზაინერის პასუხისგებლობა ხომ პროდუქტის შექმნის მომენტში სოციალური გავლენის და შთაბეჭდილებების შექმნა ან და თუნდაც ნეგატიური. ოკეი. მარტო ეგ არა, შეიძლება ისეთი რაღაც შექმნას დიზაინერმა, საერთოდ ერთ რაღაცას ფიქრობდა და მეორე აღმოჩნდა, ხო? ერთ-ერთი ბოლოს ეს ჩემთვის ვაკეთებდი ერთ-ერთ ბოლო პროექტს რაღაც ჭიქის დიზაინს და ჩემთვის წინასწარ ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ აქ მოკიდებს ხალხი და რომ დავამზადე და ეს დაუდეს, სხვაგან კიდებს, ხო? მეორე არის შენ შეიძლება აჩვენო ეს გზა. ისე ლორენცო ბერნინი ის დაპროექტებული მაგალითად პეტრეს პეტრეს ტაძრის წინ მოედანი რაც არის, მანდ არის მოედნის თავზე ძალიან ბევრი საინტერესო ქანდაკება. და პირდაპირ რო შედიხარ იქ ვატიკანში, პირდაპირ იმხელა არის პეტრეს ტაძრის სიდიდის გამო მაგას უყურებ, მაგრამ გვერდზე რომ მიგახედოს, წინ ბარიერებია საჭირო, ხო? ეგეთ რაღაცებს ითვალისწინებ, როგორც მაღაზიაში მერჩენდაიზერი აკეთებს, ხო? შედიხარ იმაზე წყალი უნდა იყიდო, მაგრამ კიდე რაღაცები სხვა რაღაცებს რო შეხედო, ბარიერებს გიკეთებს, შუქს ანათებს. სექციები გაკ რაღაც. ეს ხო დიზაინი მოქმედებს, მაგალითად ადამიანები რო შედიან რაღაც ისეთ ქართულ საქართველოში და თბილისში რაც არის ესეთი სივრცეები, ხო, რაღაც ფაბრიკაში და ეგეთ სივრცეებში, რაღაცა მოსწონთ, იქ ქვეცნობიერთ ის დიზაინი მოქმედებს, ის დიზაინი რო გამოაცალო, ის ავეჯი გამოაცალო, ის განათება გამოაცალო რაღაცა. ასევე მოძრაობა, ხალხის მოძრაობა, როგორ დადის, ხო? მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმოგიდგენ ვიწრო დერეფანი, თუ ადამიანები ხშირად ედებიან და ეხახუნებიან ერთმანეთს, შეიძლება რაღაც უთხასიათზე იყო იგივე თუ ხშირად გაიმეორე და ვერც მიხვდე რატო იყავით უთხასიათზე, რომ იქ მოხდა ეგეთი რაღაც, ხო? და დიზაინერი ამას ითვალისწინებს, ხო, სკამს, ამ ყველაფერს, ხო, სკამში შეიძლება პირიქით მოსვენებულ დგო. ხო, ესეთი ხო არის უნივერსალური რაღაცები, მაგალითად, რაც უფრო დაბლაზი ხარ, მით უფრო გვიან დგები. ანუ ეს ახლა ნორმალური სიმაღლე რაც არის 45 სანტიმეტრი თუ რაღაცა, რაც უფრო დაბლაზი ხარ, პუფამდე და დაბლავა ჩადის. უფრო გეზარება ადგომა. ეს შეგიძლია დიზაინში მაგალითად აი იმ სკამზე მაქვს ეგრე. თუ გინდა ჩაესვენოს ადამიანი და დიდი ხანი იყოს მათ, მაგრამ თუ გინდა სწრაფად ადგეს, რაც უფრო იქ მაღლაზე ხარ და მისაყუდებელიც თუ არ არის, უფრო მალე ადგები. თუ ხმელი სკამია, უფრო მალე ადგები.
ხვდები, აი fast food-ებში არის ხოლმე ეგრე, რომ იმაში მიჭადებულია ხოლმე ზოგჯერ ის სკამი, ხო, იმას, რომ ვერ მოერგო კომფორტულად, რომ სწრაფად მალე ჭამო. ადგეს სხვა დაჭდეს მე. და არა, თუ გინდა დიდი ხანი დარჩეს, სხვა რაღაცას აკეთებ, ხო? ну აი ეს ქვეცნობიერად პატარ-პატარა რაღაცები არის უნივერსიტეტში. ხო, სუმიკვიდა ხომ მაკდონალდში, ეხა დავპიქდი შევთქვი, რომ რატო არის ეგეთი ხმელის კამი მართლა. ხო. აი ან თუ გინდა სამი სკამი დაიდგით, ერთი ეს ჩვეულებრივი სიმაღლის, ერთი ცოტა დაბალი ის რა თქმა უნდა, ერთი ცოტა მაღალი და ადამიანებს არ ვთქვათ უბრალოდ დააკვირდე და იმ მაღალი სკამიდან უფრო სწრაფად ადგება. ოკეი, ძალიან საინტერესო. რამე დაკვირვება ხოლმე აქ ეგეთი პროდუქტებზე კიდე, რომ გაგვიზია რაღაც მაყურებლებს საინტერესო რაც შეიძლება იყოს. უი. აი ბოლოს იმაზე რამდენად სრულყოფილი უნდა იყოს პროდუქტი ციფრული და რამდენად სრულყოფილი ფიზიკური. აი ეს მაგი და რაღაცები და აპლიკაციები და საიტები. ფიზიკურში უფრო მეტად მოელის ადამიანი სრულყოფილებას, ან თითქმის სრულყოფილებას. და ციფრულში მანდ უფრო სისტრაფეზე არის, რაც უფრო მალე დატესტავ, ამიტომ არასრულყოფილს ხალხი მიიღებს, მაგრამ სწრაფი აპდეიტი ჭირდება. ხვდები? იმიტომ რომ თუ არ გადატესტავ, მაშინ არასრულყოფილ სხვა აპლიკაციას გამოიყენებს. ამიტომ ციფრული და ფიზიკური ერთ-ერთი განსხვავებელი ეს არის. ისეთი არასრულყოფილი, ისეთი პროტოტიპი, საიტი რო გაუშვათ მუშაობს, მაგრამ სკამი ზოგჯერ არ მუშაობს ხოლმე ეგრე. იმიტომ რომ ერთხელ ვიყიდე და არ გამოგადგა რა ვიცი. ბევრი ესეთი დაკვირვებებია. მაგალითად, აი პროდუქტში არის, ეხლა ბევრს ვერ ჩამოთვლით, აი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, მაგალითად, კალმის არის, რომელიც პირველი დეტალი რაც გაუფუჭდება, ეგ. ანუ რამდენი ხანი იმუშავებს პროდუქტი, აი მაგ smartwatch-ში, პირველი თავარი დეტალი როცა გაფუჭდება, ესე იგი მთელი გამოვა წყობიდან. ოკეი. იგივე აქ, აი რაღაც ერთი რო გაფუჭდეს, ესე იგი ამ ერთია, ხო, დამოკიდებული. ხო, ამ შემთხვევაში კალამზე შეიძლება ეს გამომტანი მექანიზმი საერთოდ ისა, ხო, მოიშალა. ხო, ან თავაკი რაც არის, ხო, ეგ შეიძლება. ავტომობილშიც რაღაც არიან განათებაში. თადო, შენს კარიერაზე გეგმებზე რა სიტყვოდი, რა გეგმები გაქვს მომავალში, თუნდაც ამ პროფესიასთან მიმართებაში, ან რაღაც სტარტაპი და ანტრეპრენორობა ახსენე და აქაც თუ არის რაღაცა ისეთი, რასაც შენ აკეთებ გუნდთან ერთად ან შენ სტარტაპზე, ან შენ პროდუქტზე თუ ფიქრობ, ან იმუშავია და აპირებ რო რეალიზაციაში ჩაუშვა და შემდეგ. რამდენიმე სტარტაპში ქონია მონაწილეობა, თან დაფუძნებელი ყოფილვარ. დროებით გაჩერებული ეს ბოლო რაც იყო ვიზუ, სადაც AR VR-ის მიმართულებით ესე მუშაობდით, მაგრამ იყო რაღაც ისეთი პრობლემები და დროის რაღაცების გამო გაჩერდა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვფიქრობ ამ სტარტაპის მიმართულებაზე. ეხლა არის ხო, მე მგონი AR VR-ის ეხლა რაღაც პერიოდია რაღაც მაგ. დიდი ხანია VR-ი არსებობს, მაგრამ AR-ი ცოტა უფრო კომფორტული და ისეთი პრაქტიკული აღმოჩნდა, ვიდრე ის დიდი კიპენი, ხო? იმიტომ რომ მობილური თან გვაქვს. კიდე უფრო მეტი აქცენტი დიზაინზე და ადაპტირება და ეს მინდა AI-სთან ტესტავ ჯერ გატესტებში ვარ. თეორიული მე მომწონს პრაქტიკული ნაწილიც და თეორიულიც. ესეთი ორი კომპანია არის, OMA და AMO, არქიტექტურული კომპანია, რომელიც მუშაობს ერთი თეორიულზე, ერთი სუფთა პრაქტიკულზე რაღაც პროექტები რაც არის. ეგ ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ძალიან მომეწონა ეგ რომ თეორიული კვლევა ოღონდ მე ეს პრაქტიკაში რო გამოიყენება ისეთი და არა უბრალოდ სიტყვების შევსება და რაღაც სტატიების წერა დავიწყე. საუბარი მირჩევნია და ვიზუალური გამოსახვა წერას, მაგრამ ცოტა რთულია ჩემთვის წერა, მაგრამ დავიწყე წერა. წინადადებები ცოტა რთული გამოდიოდა, ან ძალიან გრძელი წინადადება ერთ აბზაციანი. არა ChatGPT გეხმარება. თუ არა არის. ეს ცხრილებში ვიყენებ უფრო. მე რა ინფორმაციებსაც ვაწვდე, იქ კომპაქტურად ცხრილებს დამილაგებს. დღესაც ვისაუბრეთ ხელოვნება, გამოყენებით ხელოვნება, კრაფტი და დიზაინი. პირდაპირ ვერ მიპასუხა, მაგრამ იმდენი ვესაუბრე, რომ მე რაღაც ნათლად ისე დამიდგინა. ამიტომ პრაქტიკული ნაწილიც, ოღონდ ინდუსტრიული რაღაცა თუ არ გამოვა ერთი არის რომ ვეჭიდაო სულ რაღაც არ გამოდის, მაგრამ მომიჯნავე დარგებში ან სწავლების კუთხით ბაქსუთში ვარ ინოვაციების პროგრამების მენეჯერი, ერთადაც გადაკვეთა გქონია ბაქსუთში შენი სილაბუსით მე-11 კლასელებთან. ხო, AI-ის მიმართულებით. აკადემიაში დიზაინ ინსტიტუტში ლექციებით, მანდ. მაგრამ ეს სწავლების მხარე ცოტა დრო შევამცირე ნენელა, იმიტომ რომ
მაგდენი დღე არ არის კვირაში, რომ აი იმის მიუხედავად რომ დროის პრობლემაა. მეც ძალიან მიყვარს გაზიარება და ეხლა კვირაში 21 საათს ვასწავლი ახლა უნივერსიტეტში მეც და აი ძალიან დამღლელი ნაწილია. ყოველთვის ვიძახი რომ აი უნდა დავიკლო საათები, უნდა დავიკლო და ისე გამონცხობენ რომ მემატება და არ ვიცი აი შემდეგი წლისთვის ალბათ მეც ცოტა უფრო დავაკლებ ამ საათებს იმის მიუხედავად რომ ამის გაზიარება ძალიან მომწონს. აი ვიპოვე რაღაც განსხვავებული სადაც შემიძლია რაღაც უფრო საინტერესოდ გავაზიარო რაღაცები. ნუ ამის იმედი მაქვს და ან თუ ბევრი კითხვა აქვს აუდიტორიას, ეგ მე мотиваციას უფრო მაძლევს ხოლმე. ანუ აუდიტორია რომელსაც აქვს ბევრი კითხვა და არა მარტო გისმენს. საშუალო კითხვები არ დაუსვამთ ესე ბევრი კითხვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი აუდიტორიაც გააქტიურდება უფრო მეტად, იმიტომ რომ რაღაცნაირად კეთილი შურით მშურს სხვა იუთუბერების რაღაცა ძალიან დიდი კომუნიტეტები რო ყავთ რა, ჰიტას მაგალითად მე ეყოლება ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმედი მაქვს და მოვაყოლებ ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით როგორ ააშენა ეს ყველაფერი. ხო და ეხლა ხო ამისთვის საჭიროა მეგობრებო რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ წაგანთ აღვნიშნეთ საწყისში რომ ჩვენი მაყურებლების 90% თან აქედან ზოგი 2-3 შემოდის და ამეორებს რა. ანუ მაგალითად წინა ვიდეოში ვინც იყო და სხვა ვიდეოსაც ვინ უყურა რა და არა ლაიქებენ. მე გარეთ ახლა 60%-მდე და მაინც რო არა ლაიქებენ, და მაინც რო არა ლაიქებენ. ხო და თუ ნახულობ და მოგწონს და არტყილ გამოწერას ხელი და გავახარეთ მეგობრებო. აი ესე. ოკეი, თაზა ბოლოს მინდა რა პატარა ესეთი სწრაფი კითხვების რუბრიკა არის. ну, სწრაფად რამდენად მოხდება კითხვის დასმა და პასუხი სხვა საკითხია, მაგრამ ესე დავარქვით. ლიცები რაღაცები. ისევე კომიქსებზე მიდე შენი საყვარელი სუპერ გმირი პირობითად. თუ ყავს ეგეთი. არ მეყვარს კომიქსები, მაგრამ არ გიყვარს? აი ეს Iron Man-ი და Batman-ი. Batman-ი, ხო, იმიტომ ერთი ლეველია სხვა სამყაროდან. კი, მაგრამ ხასიათით მაგალითად ანუ უფრო საინტერესოა Batman-ი რაღაცით კი. ინტროვერტია, ხო, რაღაცა. ესეთია. მაგრამ არ ვიცი. ოკეი. ბევრს ჩამოგითხრით. აი ფილმი რომელმაც შენში რაღაცა რადიკალურად რაღაცები შეცვალა ნებისმიერ მიმართულებით რა. ფილმი ქართულსაც გეტყვით, ძალიან მიყვარს და ბევრჯერ უყურებ ხოლმე. იყო შაშვი მგალობელი. ოთარ იოსელიანის. ძალიან მიყვარს ეგ ფილმი და ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებთ გარშემოც და საინტერესოა. და სხვა ფილმი რომელმაც დამაფიქრე რაღაცებს. აი თუნდაც დიზაინის ნაწილში მოგწონს თუნდაც რა, შენი მიმართულებით პროფილურად. დიზაინის ნაწილში ბევრი არის, ასე ადრე ტრონიც იყო. ტრონიკი, ეხა გამოდის ახალი მე მგონი ტრონი და ობლივიონიც იყო, ოღონდ სულთა ეს დიზაინის კუთხით ელიზიუმი და ნუ ელიზიუმი ისეთი არ არის. ესეთი ექშენი და დინამიური არ არის. არ ვიცი ხა. ოკეი. სუპერ ძალა რო გქონდა რა ხანახა შენ არ გიყავს კომიქსები, მაგრამ მაინც სუპერ ძალა რო გქონდა რა სუპერ ძალას აირჩევდი. ულიმიტოდ შეგიძლია ერთი უნარი ოღონდ აირჩიო. აჰა. სტრაფად უნდა გიბას. არა, შეგიძლია ერთი წუთი დაფიქრდე. ადამიანის სინამდვილეში რას გზნობს მაგის გაგების უნარი. ემოციური, ხო. აი რაღაცა თქვა და სინამდვილეში რისი თქმა უნდა. აუ, ძალიან მაგარი იქნებოდა ეგ. რო ხდებოდეს ზუსტად რას? ან არა მხოლოდ შენ ხდებოდე, სხვაც რო ხდებოდეს შენ რა ემოცია გაქვს. ხო, ერთ-ერთი ხო დიდი პრობლემა ეგ არის კომუნიკაციის პრობლემა ყველგან, ხო? იმიტომ ერთ სიტყვი მეორე ახსოვს დამკვეთ დიზაინერს შორის ეგ არის კიდე ყველანაირი ურთიერთობა სამსახურში აქაც ხო ის თქვი და ის кайგ. ან სხვანაირად გაიგო. ეს ზუსტად რო ესმის. ან ზუსტად იგებ. ხო. ოკეი. წიგნი შენ ამჯერ მეხსენე, ხო? წიგნი რომელიც მოგწონს ძალიან და აი მაყურებელს რას დაუტოვებდი ერთი წიგნი არ შენების მე. მე ბევრი რო თქვა. ანუ ძალიან ბევრი არა. იყოს მოდი 3-5. ესეთ წიგნს რო ფიქრობ რომ ყველას უნდა ქონდეს საკითხული, ჩემი აზრით. უნივერსალური წიგნი რო ავიღოთ ესეთი რომელიც ყველა იმას დააფიქრებს არის იფიქრე ჩქარა და ნელა. Think fast and slow. ხო? ქართული სამოსელი პირველი. დიზაინის მიმართულებით აი ფუნდამენტები თუ უნდა შეისწავლოს რომელიც გრაფიკულსაც გამოადგება მაიკლ ამბახის დიზაინის ფუნდამენტები ეგრე ქვია წითელი ფერის ყდა აქვს მქონე.
ეგ ასევე ბრუნო მუნარის დიზაინი როგორც ხელოვნება. ეგეც. იდეა. ოკეი. ამას ამოვანათეთ ყველაფერს, ან description-ში დავწერთ, ნახოთ როგორ იქნება. შემდეგი არის რა არის დიზაინერის ყველაზე ძლიერი იარაღი? კალამი აზრით თუ დაკვირვება. როგორ? რა არის დიზაინერის ყველაზე ძლიერი იარაღი? კალამი აზრით თუ დაკვირვება. დაკვირვება, კალამი. დაკვირვება. კალამი ამ შემთხვევაში ხატვა და ისა. ხატვა და რაღაც. უფრო დაკვირვება არის. დაკვირვება თუ არ იცის ის გამოდის შემსრულებელი. ოკეი. ბაუჰაუსი თუ პოსტმოდერნი? რომელი უფრო მოგწონს შენთვის, რომელი უფრო? თუ ორივე? ორივე ისეთია. ოკეი. Less is more-აც მომწონს და less is more. ეგეც და. ხო, აი მე მინიმალიზმი ძალიან მომწონს რა. არა, გააჩნია რა, ქაოსით შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. აი მინიმალიზმა გამოიწვია აი ეს მოწყენილობა და ხო, მაგას იწვევს. ეხლა არის რაღაცა მიქსები, ოღონდ სახელები მე ესე კარგად არ ვიცი. მინიმალიზმი არის, ნახეთ, ერთი არის ადრე სტილი იყო მინიმალიზმი. მინიმალიზმი არის ახლა მეთოდი არის მინიმალიზმი, ანუ ახლა შეგიძლია გააკეთო და ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანის დაზარების ან რაღაც გამართლების საშუალება, ზოგჯერ ვისაც ეზარება, ვიღაც ეზარება რაღაც ნახატიან სტუდენტს, ეს მინიმალისტურია. არა და უფრო რთულია მინიმალიზმი. უფრო რთულია, ხო, იგივე როგორც მაგალითად 10 გვერდიანს X ერთი გვერდის დაწერა, ვიდრე ერთ გვერდიანზე 10 გვერდის, ხო, ანუ ერთ გვერდზე 10 გვერდს წოწერ, ბევრი სისულელე შეიძლება დაწერო, მაგრამ რაღაცა თუ კარგად გააშინაარსებ, კარგად გაიაზრებ და ცოტა სიტყვაში ჩატევად, უფრო რთული არის ლოგიკურად, ხო ესეა. ხო, წიგნი მაინც ეს არის, ესე მიყვები ხაზს და რაღაცა ნამუშევარ შეიძლება ესე არ მიყვები, ეგრევე ხედავ. აი სტარტაპში ძალიან კაია ეგ რომ რაც შეიძლება სულ არის დასწავლა იმისკენ რომ შენ სათქმელი და მთავარი ღირებულებები მაქსიმალურად სხვა სიტყვა შატიო რა. ხო, ელევატორ ფიჩები და მაგაზია, ხო, იმიტომ მაგრად გამუშავებს მე რაღაცნაირად რომ შენ როცა ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ძალიან მოკლედ შეგვიძლია დააფიქსირო შენი აზრი. ხო. და ეგ მე მგონი ძალიან მაგარი უნარია. სამწუხაროდ სკოლებში ხანად ასწავლიან, რომ შენ თუ 10 გვერდიანი თემა დაწერე, უფრო მაგარი ხარ, ვიდრე 1 გვერდიანი დაწერე, უფრო მაგარი პირობით. ან კარგად გააზრებ. დიზაინში დამეხმარა ეგ სტარტაპერებთან და პროგრამისტებთან და ელექტროინჟინერებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ აკადემიაში ეგენი მე არ მისწავლია, მანდ მე ჰაკათონებზე და სტარტაპ კუთხით შემთხვევით ესე მოვხვდი რაღაცებზე და აი ეს ციფრული მხარეც ცოტა შემოვიტანე აქ. ოკეი. და თავს ბოლო კითხვა არის ეგეთი, რომ არა დიზაინერი, ანუ ინდუსტრიული დიზაინერი, ვინ იქნებოდი? არქიტექტორი. არქიტექტორი, მაგრამ დიზაინთან ხარ და რამე სხვა არის დიზაინის გარდა. რასაც პირობითად დაუთმობდი სიამოვნებით დროს. ან ყოფილა ბავშვობაში რა გინდოდა რომ გამختارიყავი რომ გაიზრდებოდი. ბევრი რაღაც, ბევრი ძალიან. მოც გენერალიც მინდოდა და ეგეთ რაღაცე. ხო, მეც ძალიან მინდოდა ჯარისკაცობა, ან სპეცრაზმი ოღონდ ან სნაიპერი. უფრო აი ეს ხან სნაიპერობა, ხან ის სტრატეგიას არის, ხო? ხო. ძალიან მაგარია. თაზო უდესი მადლობა მინდა გადაიხადო. ბევრი მაგარი პროექტი გვექნება დარწმუნებული ერთად და ამის დიდი სურვილი მაქვს. შენთან ბევრი კაი საქმის კეთების. ძალიან საინტერესო რაღაცებს აზიარებ ხოლმე და ძალიან საინტერესო რაღაცებს აზიარებ ხოლმე და უცლებად გავლინკავ შენს რაღაცა პოსტებს, სტატიებს, რაღაცებს, რაც გექნება, რომ გამოგვიგზავნო და მე უცლებად Facebook-ზე და ასე არა, მაგრამ LinkedIn-ზე? LinkedIn-ზე უფრო. ოკეი. გაუზიაროთ შენი LinkedIn-ი. ჩვენს მსმენელებს. YouTube არხი ჯერ არ მაქვს. სხვათა შორის ადრე მე და ჩემი მეგობრებს ჰქონდათ არქიტექტორები არიან ისინი. კორონას დროს პოდკასტი. ეხლა მე პოდკასტში პირველად ვარ, სხვის პოდკასტში ხო და მაგრამ ჩვენ მქონდა ესე ონლაინ მქონდა, ოღონდ იმდენად ცუდი კამერით და ცუდი მიკროფონები მქონდა, ესე არ გეგმავდით, პლუს სახელი და რაღაც თემები იმდენად ვიწრო იყო, რომ ცოტა მაყურებელი, მაგრამ ერთგული ესე ყავდა ხოლმე რაღაც ძალიან ესეთი არაფერი. ერთგული ხალხი ჯობია რა. ჩემი გამოცდილებით. ხო, COVID-მა გამოიწვია. ოკეი, მინდა გისო, რავი, წარმატება შენ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. და მაყურებელს საბოლოოდ მინდა რომ კიდევ ერთხელ ვთხოვო რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კითხვები, ასევე თუ რომელიმე სტუმრის მოსმენა გენდომებად დაგვიწერეთ კომენტარებში და
შევეცდებით რომ მოვიყვანოთ და საინტერესო აზრები გაგაცნოთ მისი და ბოლოს მინდა რომ გითხრათ რომ რობოტების ასოციაციამ, საქართველოს რობოტების ასოციაციამ გამოაცხადა რობოტების ბრძოლის ღონისძიება, აუცილებლად დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, თუ რობოტით და გუნდით ვერ გამოხვალთ, აუცილებლად მიდით სანახავად და კიდევ როგორც თაზომდა რა მეც ბევრჯერ მithქვამთ თქვენთვის ვიდეოებში, მიიღეთ სხვადასხვა პროექტებში, ჰაკათონებში, მეიკათონებში და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა იმისთვის, რომ გაიფართოვოთ თქვენი სანაცვლო წრე, გაიფართოვოთ თქვენი ინტერესის სფერო და ამავდროულად. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ამით დასრულებულია.